მივიქციე თქვენი ყურადღება დაახლოებით AI იყოს ის რითიც ვიაზროვნებ. აი, ჩემს ნაფიქრაში, ჩემს იდეაში ის როგორ მოვირგო, იმიტომ რომ გელი ჩავწერეთ სცენარში, და მგელსო ვერ გააძროთ და აი ნახე მეთქი თუ არ გავად. აი მათ მოვიგონე ეგეთი ბრენდი, ლუდი ოკეი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა შენში რაღაც პოტენციალი დაინახოს. 100,000-იც აიხარჯება რა რეკლამებში. რომ დაგვირეკეს რომ ერთ კვირაში ჩამოდის დოლფუნდგენი იცი იქიდან მირეკა. დოლფუნდგენი აი ის ხო რო არ ყვდებათ. აი მივესალმოთ სადღაც სულ გამოვიყენებ. არა ჭენებს გააჭენებთ. არა გულია უჩქარდება. მეთქი მოგესალმებით, გიბრუნდებით ახალი ეპიზოდით. ეს TikTok-ია, მე კი ავთო ვარ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება თევდორე გოგოლაძე, რეჟისორი. გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყებაა რა და წარმატებები და სალამი შენს მაყურებლებს მოვაქედან. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ეხლა ვამუღამებთ რაღაცებს და გამსაუბრობთ ის მაგაზე და ძალიან იმ რთულ რაღაცა სტადიას გავდივართ მე მგონი რაც აი პირველი 2-3 გადაცემა. კი, ძმაო, მეც ახლა ხო რაღაცა პოდკასტი დავიწყე და იმენა აი პირველი 3-ის მერე გააქვს რა, იმიტომ რომ თავიდან რომ აი სტუმრად ბევრად მერჩევნია ხოლმე ვიყო, ვიდრე წამყვანი, იმიტომ რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. ეს თუ მოსაწყენი გამოვიდა არ მოვაწყე, აი ძალიან შევდივარ იმის მდგომარეობაში და ვკარგავ ჩემსას და ამიტომ სტუმარი როცა ვარ ჩემი პასუხისმგებლობა ეგ არის, დამისვე გიპასუხებ რა და წამყვანობის მესმის, მაგრამ გაიulis რა. ანუ შენ დაძახებს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ძირითადად ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ფორმატი გვაქვს ეგეთი. თუმცა შენი როლი, პირობი და შენი პროფესია დღის თანამედროვეობაში ძალიან უკავშირდება და პრინციპში უკვე თანამედროვე ხელსაწყოების გარეშე ზოგადად კინემატოგრაფია თითქმის არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ აუდიოვიზუალური ხელოვნება კინო რა პირველ რიგში და გიწევს რომ რაღაცა რაც ახალი შემოდის აყვევ რა, მაინც თუ არა გაირკვე მაინც რა. ხო და შენ კიდე ხალხი ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით გიცნობს და მე მგონია როგორც რეჟისორი რაღაცა სალაპარაკო არის ამ თემაზე და მოდი ვისაუბროთ მაშინ მაგ თემაზე რა. დავიწყოთ შენი გზა რეჟისორობამდე როგორ მივიდა, რატო დაინტერესდი ვაფშე? იმენა პატარაობიდანვე შევყიდა. აი როგორ ვიყავ, ვიცი რომ აი სუსუ თავიდან რა, ანუ აი ფილმების ყურება მე ვასწავლე და რატომაც მქონდა ხოლმე ტელეფონი K750 რა, იქ სოფელში და სულ მევასებოდა რაღაცის გადაღება, აი Prison Break-ი რო იყო რა, ის რა ქვია, Scofield-ი და ეგენი, ეგ რო გამოვიდა, ირე ტელეფონი ავიღე, თვალის ფანქრებით დავახატე, ჩემ ბიძაშვილს მეც დავიხატე და აი რაღაცების გადაღებას სულ მევასებოდა, რაღაც თითქოს სიმღერას ჩაწერეთ და აკეთე, აი ეგ ტოლო სულ იყო, მაგრამ მეგონა ხოლმე რომ მსახიობობა მინდოდა რა და მერე რომ რაღაცა ჩამოვედი აქეთ ართოლში შევედი სამსახიობებს და მანდ გავერკვიე რომ კაროჩე მსახიობობა დიდად არ არის რა, ჩემი უფრო მირჩევნია რაღაცა იდეა რაც ამაქვს რომ შევქნე, იმიტომ რომ აი მსახიობი გინდა თუ არა მაინც სხვაზე ხარ დამოკიდებული რა, ესე მსახიობი ვარ, გიჟი ხო არ იქნება მარტო ირბენ ქუჩაში და ვერ გაკეთე, აი რეჟისორი უფრო რა იდეაც გაქვს რა, უფრო სურათს ხედავს ხო? ხო, აი შეგიძლია რომ რაღაცნაირად შექმნა მერე რა, არ იყოს სხვაზე დამოკიდებული რა და ამიტომაც რაღაცნაირად ამ რეჟისორობისკენ უფრო ტოლვა გამიჩნდა რა, თავიდან თეატრში რომ ჩავაბარე, კინოსაოპერატორზე ჩავაბარე რა. და მერე მოხდა რომ მაგისტრატურაზე გადავიტანე სარეჟისორო, მაგრამ მანავე როცა კინოსაოპერატორზე ჩავაბარე, მოხვდი GDS-ში. აი მანდ გამიმართლა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მაშინ დაწყებული იყო რაღაცა ახალი გახსნილი იყო და ტიფლის იღებდნენ, ქერცს იღებდნენ და უცბად აი თეატრალურის მერე, რომ თეატრალურში როგორი კამერები არ იყო რა, კამერები ჯერ C300 იყიდეს მერე რა და მანამდე იმენა ერთი კამერა იყო კასეტაზე და ისიც რომ უნდა მოგეპოვებინა, დრაკონისტური უნდა გაგე, ხო, ძალიან რთული იყო რა და უცბად GDS-ში მოხვდი, აი ტექნიკის 64 რა, იქ რედი მაშინ ძალიან უცხო იყო, რაღაცა არის განათებები და აი როგორ ვიყავ, ვიცი, რომ თან მე GDS-ში მოვხვდი, როგორც რეჟისორის პირველი, ისა ოპერატორის პირველი ასისტენტი, ფოკუს ფულერად რა. კინოსაოპერატორზე რადგან ვსწავლობდი და
აი ყველა დეპარტამენტთან როგორ მივდიოდი კრანს დავინახავდი და მიმიშვი და თან მანდ არ შეიძლება იერარქიებში როგორ არის იცი რომ აი შენ რა დეპარტამენტში ხარ ძმაო მიხედე შენ დეპარტამენტს და იმენა ვერ ვისვე ტყის ბურღავდი რა რომ აი სულ მაინტერესებდა რა მაკეთკენ მივდიოდი და ესე რაღაცნაირად აი ფოკუს ფულერობიდან აი პირობითად აი იქ რა GDS-ში გავერკვიე თვითონ ამ შიდა სამზარეულოში რაღაცნაირად აი სულ საითაც მქონდა ტოლვა, აი ნახე მხატვრების დეპარტამენტი, ნახე განათლების დეპარტამენტი, კამერის დეპარტამენტში ვიმუშავე და რაღაცნაირად ეს შიდა სამზარეულო ძალიან ყველა ეტაპი მოკლედ ხო, აი ძალიან შევედი რა და ეს დღეს ძალიან მადგება რა, აქამდეც მივალთ რა და აი მე როგორ იყო, იცი რა ეს პარალელურად თან ვარ რეჟისორი რა, აქეთ აი უბრალოდ მე დადგა რაღაცნაირი დრო რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შენი პროფესიაზე გადაერთო, მაგრამ მანდ არის ძალიან რთული რა, ძალიან რთულად დგები მაგის წინაშე, იმიტომ რომ აქეთ ფოკუსფულერად რომ მუშაობდი, კარგი ენაზღაურებაც გაქვს რა. სტაბილურობა რა, ბევრად მოთხოვნადი ხარ და სადღაც ხვდები, აი ისეთი ენაზღაურება გაქვს, რაც იშვიათად აქვს რა. ხო, რა სხვა პროფესიის ადამიანებს და აი მაგ დროს ხომ ძალიან უჭირთ ადამიანებს, რომ ეკომფორტის ზონა დათმონ რა. იმიტომ რომ იქ ვინმეს კი არ ვამტყუნებ, უბრალოდ სადღაც შეიძლება ისეთი პასუხისმგებლობები გაქვს უკვე აკიდებული ოჯახთან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ხო, რომ აი რაღაცნაირად ვერ თმობ რა მაგ ყველაფერს და შენი თავისში ვერ აკეთებ ინვესტიციას რა, რაც გინდა. და აი რატომღაც აი უცბად ეს GDS-იც რაღაცა მორჩენსკი რო წავიდა, გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად აი ჩემი რეჟისორობისკენ გადავსულიყავი და უარი თქვი ფოკუსფულერობაზე რა რომ მირეკავდნენ არ მივდიოდი მაგრამ თან როგორ ვიყავ იცი რომ აი მაგრა რო გიჭირს და არ საიდან შემოსავალი რო ხარ და ამერ არ გატყდეთე თუ არ გატყდეთ თან აი საქართველოში როგორი ამ სფეროშიც რა აი როგორი დამოკიდებულება უფრო იცი რომ ძალიან რთულია რომ მე შენ რაღაცად მიგიღონ რითიც გაგიცნეს ძალიან დიდი რაღაცა ნაბიჯები უნდა ამტკიცო ჯერ ეს ბავშვი მტკიცება ის მდგომარეობა არ ვეთანხმები მაგრამ ნუ გიწევს რა რომ მე აღარ ვარ ფოკუსფულერი რა და რაღაცნაირად ეგრე იყო რომ ჩავიხსენი კი რეჟისორი ვარ ჩემთვას ვეძახი მაგრამ არაფერი რა და დავიწყე აი მე რაღაც ჩემი მეგობრის სტუდია იყო რაღაც ნიუ სტუდიო გახსნა და იქ დავიწყე უკვე ეს რეჟისორულად განვითარება რა და მანდ იყო პირველი ამბავი რომ მოვიგონე ეგეთი ბრენდი ლუდი ოკეი რა ლუდი ოკეი რომელიც შარჟი იყო ხო რაღაც არ არსებობდა საერთოდ არ არსებობდა ლუდი ოკეი რა დაჟე აი ბრენდი დაუბეჭდე ეტიკეტი ლოგო რაღაცები და მე და ჩემი ძმაკაცმა შემდეგში უკვე პარტნიორმა და აი მან ნიკა გორდეზიანმა ვინც მთავარ როლში თამაშობს რა დავიწყეთ ამის გადაღება და კაჩეთ თან ცით პროვოკაციული ის იყო რა აგრესიული კომუნიკაცია იყო იმიტომ რომ სადღაც არ ჩანვარ რა და სადღაც ხო უნდა გამოჩნდეთ რა როგორც და უფრო იგი ახალგაზრდებიც ვიყავი და რომ მივიქციე თქვენი ყურადღება დაახლოებით ეგ იყო და გავაკეთე ეს ლუდი ოკეი და გადავიღე ეგეთი რეკლამა რომ ანუ სლოგანი იყო შავი იუმორზე იყო რა ნუ მოაკლევინებ უხარისხო ლუდს თავს ოკეი და პონტი იყო რომ ვიღაცები კითხულობდნენ ნუ უკასრავად ორი ლუდი კატახტარი და მოდიოდა მიმტანი კლავდა და ნუ მოაკლევინებ თავს უხარისხო ლუდს რა ის სხვა ბრენდის სახელებს გავდა უკაცრავად ორი ლუდი კატახტარი მან ისეთი რაღაცნაირი ქიმია ჩამოყალიბდა აი თან ძალიან მარკეტერმა დამირეკა მე რომ და მარკეტერმა აიღო ჩემგან ინტერვიუ და მარკეტერსაც კი არ უთხრე რომ ეს ლუდი არ არსებობს რა აი ხო გაკითხვა აკოს აი ხო აი მანდაც კი ვითა იმას ქენი რა შევედი როლებში რომ მეთქი ეს თებერვლიდან ჩაეშვა გაყიდვაში ჯერ არა და ეს დაწერეს რა მე ყველაფერი და ну აი მაგით იმასკენ დაიწყო და მე და გორდეზას რაღაცნაირად ისეთი ქიმია ჩამოგვიყალიბდა აი ძალიან მნიშვნელოვანია აი თან ამ სფეროში ადამიანები შენ ვისთან ერთად მუშაობ რა იმიტომ რომ ეს სფერო მარტო ვერ იწევ აი წერალი თუ ხარ კი მარტო დაწერ პირობითად რა მხატვარი მარტო დახატო მაგრამ აი ეს იმდენად ჯგუფური კოლექტიური სამუშაო არის რომ რაღაცა ერთმანეთის мотиваციის თემაც იყო ხო ჭირდება კი ერთმა ცოტა რაღაცა მეორე მიცა ბიძგი და პირიქით კი თან მან ძალიან ვაბალანსებდით რა ერთმანეთს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ რაღაცნაირად
დღემდე რაც არის, აი რა შეიძლება დღესაც მე მივალთავოთ მაგამდე, რომ რაც ამ სფეროში ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ჯგუფი რა, ეს ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფი, ვინც მე აი დროთა განმავლობაში ნახე გავფრთხილე და მე რაღაცნაირად ისე ჩემებად საქმეში გამომდგარიც და გამომდგარი ხო რა, აი მოუყურდით რაღაცა ერთი იდეის და ანთების ქვეშ და აი ახლა რაღაცნაირად უკვე ამ გადამსახედიდან ეგეთი რთული არაფერი აღარა ჩანს რა, უკვე რაღაცნაირად იცი რომ ერთ ენაზე ლაპარაკო, ძალიან მნიშვნელოვანია მანდ რა და მაგას იწვევს ერთ ენაზე ლაპარაკი ერთმანეთის ნდობა. თუ შენ რო ვიღაცას ნერთ მუშაობდა ნდობა არ გაქვს, შენც ხომ მაგრა წვალობ. იმასაც მაგრა აწვალე და ვერ გამოდის რა ისეთი შეხმატკილებული სამუშაო. პროდუქტსაც ეტყობა რა და დავიწყეთ ეს ლუდი, ოკეი, რომ ესე პროვოკაციულად რაღაცა დავით ნუ მოაკლევინოთ რაღაც ორი სერია გადავიღეთ თუ რაღაცა. ერთი იყო კატახტარი, ვთქვი და მეორე იყო ლუდი ყაზბები, ხო და მე უცბად მოვიდა დაგვირეკა ზედაზენი დარჩა ზედაზენი და ჩვენამდეც მოვლენო იფიქრეს ალბათ ჩვენამდეც მოვლენო და ოღონდ თან ვაპირებდით რა რაღაცა მეტი რაღა იყო რა ქვედაზენი თუ რაღაცა გონდა რუპელო და მეტი ლუდი აღარ იყო რა და მაგ დროს დაგვირეკა მაშინ მარკეტინგში მუშაობდა ტატო ვაჭარაძე რომ რაღაც ნახეო ეს რგოლიო მაგრა გამისწორდა და აი ძალიან მნიშვნელოვანი თან შენი ენის აი ადრე რაც ხდებოდა აი ცოტა ეგ როც ესეთი ალბათ 10 წლის წინანდელი ამბავია რა აი ცოტა უფრო იუმორით სავსე რეკლამები კეთდებოდა რა შავი იუმორით მე რაღაც ცენზურა და მთელი ubedurება ხო მე ძალიან ყველაფერი ფაშოს მაღაზია ვისაუბროთ მე ცენზურა როგორ მუშაობს ამ ეგ ძალიან საინტერესო თემაა გავშალოთ რა იმიტომ რომ ხო აი მან სადღაც ცოტა შემოქმედებითი თავისუფლება იზღუდება რა და რაღაც შაბლონი ხდები და მივიდეთ მაგამდე როცა დამისვი გამახსენე პროსტა თორე ოკეი და ეს ტატო რომ მოვიდა გავაკეთოთ რომ რაღაც ახალი ლუდი უნდათ რომ გამგაეკეთებინათ რომ აქედან გადმოსულიყო იმაზე რა ქვია ვითომ ეს ლუდი ოკეი არის ის გამხდარიყო მე ნუ რასთავარია პირველად დიდი კომპანია მე და გორდეზას ჩემთან გამოჩნდა რომ აი ზედაზენი ჩვენი დაინტერესდა აი თან რა არის რომ აი ამ სფეროში როცა შევედით რა აი საერთოდ არ უყავდა არავინ ნაცნობი ან მეგობარი, ვინც აი ვიღაცა სადღაც არის რა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი კონტაქტები რა, რომ აი ძალიან ისე აი თან ძალიან დიდი კონკურენცია იყო რა, რომ შევედით რა, აი ხა დღესაც აი ესეთი ძალიან ძლიერი დიდი კომპანიები რა, აი იქით მეტრო იყო მაშინ, ჰომსები იყვნენ ისინი, ანუ ბაზარი ვისაც ეჭირათ, თან მათ თავის საქმე ძალიან კარგად იცოდნენ რა და ჩვენ აი რაღაცა ხულიგნები რა, არც ოფისი არაფერი, რაღაც თავისით მოხდა რა და ეს ზედაზენიც რომ მოვიდა, ნუ რაღაცა ის ლუდი აღარ გამოვიდა, მაგრამ მე რაღაცა წვენს უშვებთო რა და ბრიფად შემოვარდეს და ჩვენ ბრიფად მუშაობა იყო. არანაირი ოფისი მინა გორდეზასთან ზალაში ვიჯექით, იქ დედამისი და დიოდა ხომ და ხათუნა რაღაცა იდეებსაც გვეტყოდა ხომ რომ წვენი უნდა გამოვიგონოთ რაღაცა და სახელზეც უნდა გვემუშაო. ეს საბოშო წვენია ხო საუბარი. ხო და რა დავარქოთ და ჩერო დავარქვით რა და ჩავიტანეთ ეს ჩერო მე რაღაცა კამპანიაც მოვიფიქრეთ არ შეაჩერო და აი ეს არ შეაჩერო რომ მოვიფიქრეთ აუ რა მაგარი რაღაცა გვეკნოდა და პირველი ესე ვთქვათ თან მაშინ იყო რომ ზედაზენც უღებდა ფორმულა კრეატივი რეკლამებს რა და ჩვენ აი ორი რაღაცა ახალი ის მაგრამ სხვა შორს ის არის რა ძალიან მნიშვნელოვანია მან რომ მათმა მარკეტინგის სპეციალისტმა დაგინახათ რა იმიტომ რომ ეგ უნარი საკმაოდ რთული გამოსამუშავებელია ხოლმე და ხშირ შემთხვევაში რაღაცა კი ხედავენ, მაგრამ ნუ თვლიან რომ თვითონ რაღაც სხვა ლეველზე უნდა იყვნენ და რაღაცა და ხო, ანუ ეგ თან აი რა არის, იცი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა შენში რაღაც პოტენციალი დაინახოს. მეორე უკან რომ დიდი CV არ გიმაგრებს გვერდს, უკან რა. მოქცეს შანსი, მაგრამ აი მეორე მხარე კიდე რატომაც ხდება ხოლმე აქვთ რა კლიენტებს ისიც რა რომ აი ცოტა ისეთი დამოკიდებულება აი სნობური დამოკიდებულებაში რას გულისხმობ იცი რომ აი ვიღაც ძალიან ტრენდულია და ის თუ გადაიღებს ამას ჩვენი ბრენდისთვისაც უკეთესი იქნება და ამასობაში ამას ძალიან მნიშვნელობა არ აქვს როგორც გადაიღებს მნიშვნელობა რომ ამან გადაიღოსში ძალიან ბევრი იყო რა მეც მომიწია რომ მე ვიყავი ის ადამიანი ვისაც ეგონათ რომ ეს გადაიღებდა მაგრამ ნუ ეგ ძალიან არა სწორი დამოკიდებულება იმიტომ რომ მან ძალიან იკარგება ვიღაცა
ხედვა, ვიღაცის ნიჭი და ანუ რაღაცნაირი იდეა იკარგება რა, ესე ვთქვათ რა და ეს რო დავიწყოთ ეს ჩერო და მაშინ იყო რომ რაღაცა 3 სერია უნდა გადავიღო, მაგრამ მოდითო 1 გადავიღოთო ჯერო და ძალიან პატარა აი მაშინ იყო პირველი თან ჩვენი შეხება, ძალიან პატარა ბიუჯეტი ქონდა 4000 მას დოლარი. 3D პერსონაჟების გქონდა. აი მაგედან რომ ავიღეთ, კავშირი 4000 დოლარი თუ რაღაცა იყო, რამდენი 10000 ლარი ხო, აი როგორ სასაცილო თანხაა რა. მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ვიყავი და მანდ იყო რომ ბიჭო სათამაშოები მოძრაობენ რა, ანუ აი რაღაცა სათამაშოები, რაღაცა იდეა რატო მოვიფიქრეთ მაგდენი, მაგრამ რაღაც თავის გამოჩენაც მოგინდა და სათამაშოები და როგორ გავაკეთო და სერგი იყო ჩვენი ძმაკაცი ტიგინაშვილი მოკითხო აქედან დიდი სიყვარულით. და სერგი ჩავრთეთ იქ ბექაც ჩავრთეთ რომ მოგვეხმარე რა პირველი პროექტია ძმაკაც აი ამანდუկა ძმაკაცური ის ჩაერთო და როგორ გავაკეთო და რაღაც სათამაშოები ვიყიდეთ ფოტოები გადაუღეთ 360-ით თან ესე უნდა ეტრიალა აი თან 10 წლის წინ არ იყო რა არ ქონდა იმ ფოტოგრამეტრია რაც ხო დასკანერე ფოტოებით გადავიღეთ ოღონდ იმენა გადავიღეთ იმით რა ვქვია 6-ად მარკურით გადავიღეთ თუ რაღაცით რა ესე ვატრიალეთ და დავიწყეთ ამის გაკეთება და ნუ აი გამოგვივიდა რა მოეწონათ ნუ აი მართალია რომ პირველი ვალებიც დაგვჩარა იქ სერგისთვის არ მიგვიცე მაგრამ თმაო გაგისტუმრეთ ხო იცი თავარია ეს დავიწყოთ იყო რა და დავიწყეთ და იმათაც რომ მოეწონათ აი მაქედან რაღაცნაირად ისე ავეწყეთ რა იქ ჯგუფიც ნახეთ უკვე მეტი თვიდაჯერებაც წამოვიდა რა ჩვენს თავებში და აი მე უკვე იყო რაღაცნაირად ისეთი რომ პარალელურად იყო რაღაცა ტურისტული კომპანიის რეკლამაც იყო იქ იორ გრუპი და მანდაც ცოტა შავი იუმორით გავაკეთეთ ნუ ისა როგორი გინდა იყო შენი მოგზაურობა 3 სერია იყო რა ის და აი მანდაც იმენა ჩვენი რესურსები და თავიდან რა იყო იცი ძალიან მნიშვნელოვანი რომ იმდენად იდეის ქვეშ ვიყავით რომ ჩვენთვის არ ქონდა მნიშვნელობა, აი არ უყურებდით როგორც ბიზნესს რა, აი იმდენად გვიყვარდა ეს საქმე. ეს არ ვიცი სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა თუ არა, მაგრამ მთელი ცხოვრება თუ ესე გაქვს, ალბათ არასწორი მიდგომა. ხო, რაღაცა ეტაპი არის ალბათ, რომ ეს იდეა და ეს რაღაცა ენთუზიაზმი რაღაც გამუშავებს ენერგიას გაწევს და მე ალბათ აი ეს კომერციულად სტაბილურობაც უფრო მეტად გადამწყვეტ ხდება. აუცილებელიც არის რა, იმიტომ რომ რეკლამა გინდა თუ არა, ნუ არ არის მთლად აიცი რა შენი საავტორო შემოქმედებითი სფერო რა, რომ აი შენ რეჟისორი ხარ, ამ სფეროში რაღაცნაირად კი, რაღაცა შენი ხედვით გააკეთებ რა, პირობითად, მაგრამ მაინც გინდა თუ არა რაღაცა შაბლონის ქვეშ კლიენტს ერგები. აქ შენ ვერ ჩადებ შენ საავტორო ხედვებს და ამიტომაც აი სადღაც მე გიწევს რომ უფრო ბიზნესია რა. ხვდები, აი აქ მარტო ვერ იქნება, რომ მე ამის გადაღება მინდა რა, მანდ ვერ იქნება, იმიტომ რომ დღესაც აი რა გახდა, იცი რომ აი არიან კლიენტები რატოვები ძახი რომ საავტორო ვერ იქნება რა, რომ აი გინდა თუ არა კლიენტთან მიდიხარ და რაღაც ანახებ რეფერენს, ანახებ შაბლონს უკვე, აი როგორ არის, იცი ზოგი კლიენტი ითხოვს რომ აი წინასწარ აწყო რაღაცა შათერის კადრებით, რომ აი აბა რა შევდებ ფულს როგორი გამოვა და შენ უკვე რო აწყობ იქ შენი ხედვა უკვე ნაკლებია რაღაცნაირად არ გიტოვებენ არიალს ხო რაღაც თავისუფალი ხო ანუ აღარ ანუ კი გაქვს იქ რაღაცა შენი ნაბიჯები შე როგორ შეხედა ყველა სხვადასხვანაირად იღებს მაგრამ მაინც გინდა თუ არა ერთი ყალიბია რა აი საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ერთ ყალიბად ყალიბდები იმიტომ რომ ერგები კლიენტს რა და მაგიტომაც აი შენი რაღაცა საავტორო სათქმელი რო თქვა რეკლამაში, ნუ აი კი არიან აი კოპირაითერები, რო დებენ თავის სათქმელებს და იდება რა, აი სოციალურ თემატიკებზე ასეც შემდეგ, მაგრამ მაინც რეკლამა მორგებულია დამკვეთზეა რა და თვითონ საზღვარს როგორი უნდა წარმოაჩინო იმ რეკლამით, ხო, რაღაცა მიზანი და იდეა დევს უკვე. დევს, ხო, აი ამას უფრო რეჟისორის მხარესდან ვლაპარაკობ ვიდრე ვიდრე სააგენტოს ან პროდაქშენის რა, იმიტომ რომ აი აქ კი გიწევს რა, მე თავიდან აი მაგათად როგორ იყო, იცი რომ არ მიყვარდა რეფერენსებით მუშაობა რა
რომ აი მინდოდა რომ აი ჩემით რაღაცა მიზანსცენები მოგვეფიქრებინა და ნუ აი მანდ რა არის რომ კი ძიების პროცესია ნუ რა თქმა უნდა შეცდომებსაც ბევრი შეიძლება დაუშვა მანდ რა იმიტომ რომ რაღაცა ეძებდა მაგრამ აი ამ სარეკლამო სფეროში ეგ ვერ იმაშება იმიტომ რომ სადღაც გიწევს რომ კლიენტი გთხოვს რომ ანახო რას აკეთებ და ამიტომაც მე დროთა განმავლობაში ეს ჩემი საავტორო ამბიციები გადავაწყე იქით რომ მოვრგებოდი მოცემულობას რა მოცემულობას და დღესაც რა რომ მიდიხარ ნუ რაღაცა რეფერენსი საჭიროა რა მით უმეტეს რომ დღესაც არ მიყვარს რეფერენსებით ის მაგრამ არა თქმა უნდა ამ რეფერენსში გააქვს რაღაცა ადგილია გააქვს რა თქმა უნდა აი გააქვს აი რეჟისორა აი დაახლოებით რა არის იცი რომ აი რაღაცა ამბავს აი ძალიან ისე მოკლედ რომ ჩვენ შეიძლება ერთ და იგივე ამბავი მოვუყვეთ ნახოთ და ვინ როგორ მოვყვებით არის რა ხო არის კარგი მთხრობელი რა ვიღაცა კარგად ყვება ერთ და იგივე ისტორია სადაც ვიყავით რა ანეკდოტები აი თუ ანეკდოტებიც რო ავიღოთ აი გინდაც აი აქრო პოდკასტში რო ვზივართ რა აი შენ როგორ მოყვებოდი აი არსებობს ვაფშე ეს დიალოგი მოვყვეთ რომ აი ფაქ ფეხებს რო ესე ვათამაშებ იმ ფეხებიდან იყოს მოყოლი და აჩვენოს ჩემი მდგომარეობა გააჩნია ის მდგომარეობა კი და გამძაფროს ის სათქმელი რასაც შენ ვინ როგორ თუ აი დიალოგზე აეწყოს მეტი აქცენტი თუ აი შენი ძმისგან რომელიც ლეპტოპშია და ჩვენ ვიყოთ პროსტა ფონი და ვანახოთ უკვე შენი ძმის ისტორია იქ რა არის და ეს იყოს ანუ გააჩნია ამ სიტუაციასაც ბევრნაირად შეიძლება უკვე ეხლა სადაც ვზივართ ეს ყველაფერი მოვყვეთ რა და რეჟისორაც ეგ არის რომ აიღე რაღაცა ამბავი და შენ როგორ მოყვები რა და ნუ აი კინოში როცა საავტოროს აკეთებ რა ეს ყველაფერი მან ხარ თავისუფალი რა რომ შენ რაღაცნაირად შენ ხედვას შენ სათქმელს შენებურად ძერწავ რა მიყავს და ცოტა ამ სარეკლამო სფეროში ეგ გინდა თუ არა გეზურები ანუ უკვე გაქვს რაღაცა 50% მაინც და დანარჩენი იმიტომ რომ იქ სააგენტო მოდის და ხალხური არტ დეპარტამენტი მოდის და აქ ესეთი ის გვინდა იგინა კლიენტი ამბობს არა აქ ეს უნდა ეცოს და გიიწევს რომ საბოლოო ჯამში სადღაც მაინც გათვალისწინება გიწევს რა და ამიტომაც სადღაც ეგ ხდება ისეთი რომ მორგება მიდის რა და ხო და აი ცენზურის ნაწილიც ხო ანუ თითქოს ბარემ ხო სადღაც ახლოს ხო ბარემ მოდი ამ ცენზურას გავყვეთ რა იმიტომ რომ მე აი ეხაც აი YouTube-ზე ატრიალებენ ხოლმე ძველ რეკლამებს რა რომელსაც ეხაც რო უყურებ რამდენიმე შეიძლება რომ აი ძალიან სულად გახდე იმიტომ რომ ჩემთვისაც შეიძლება ზოგიერთი ძუძუს ხალია რაღაც და ალუდა და რაღაც თემები რა ხო ასე ხარ მაგრამ რაღაც თავის სპეცი ქონდა რა იქ აი 25-60 არაფერი არ არის ეგ რეკლამა და გადმორეკე და ანუ რაღაცეები იყო იქ რაღაცეები რომელიც შეიძლება ნოსტალგიურია და იმიტომ გვახსოვს არ ვიცი მაგრამ მე მგონი რაღაც იკონიკი იყო რაღაცა რომ აი და ჩარჩა გონებაში რა და იმის კიდეც კიდე ბევრი სხვა რეკლამა იყო რომელსაც ეგეთი თავისუფლება ჰქონდა და დღეს აქცენტი არის ხოლმე უფრო გადაღების ხარისხზე, შოუზე, მუსიკაზე, აი კოსტუმზე, ანუ რაღაცა აი ჰოლივუდური გახდა უფრო რა. კი, აი. და ძალიან მაგარ დონეზდებიან. ხარ მე ძალიან ვაკვირდები ხოლმე, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მუშაობს სხვა აგენტოში და ყოველს პროდუქტს ვაკვირდები ხოლმე და ძალიან ჰოლივუდური და რა ვიცი, ევროპაშიც მე მგონია ძალიან მაგარ დონეზდებთ, მაგრამ აი ეს ნაწილი და მაკლია ხოლმე სულ რა შინა. ანუ დღეს აი ტექნიკურადაც რო შეაბაზო, აი მართლა მსოფლიო დონეს ხდება, იმიტომ რომ ძალიან იჭერი ხალხიც მუშაობს, აი რეჟისორებიდან დაწყებული, ოპერატორებიდან თორებული არის ეგ ცოდნა და ეგ ხედვა რა, მაგრამ რაღაცა გავს რა ბევრი რეკლამა ერთმანეთს რა, აი რომ გადახედო დღეს რაც იღება რა. აი იყო რა პერიოდები რომ აი მაქედან მე რაც ყვებით რომ 25-60 ძუძუს ხალია ხო გადმოურეკე აი და მე აი გახდა ისეთი რომ აი ცოტა სააგენტოებმაც დაიწყეს ერთმანეთთან უფრო რომ აი მე მტკიცებები რომ აი ნახე ვა რა მაგარი ტექნიკურად გააკეთა ეს იმენა ამერიკა და მანდ ცოტა დაიკარგა ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი სუბიექტური გადმოსახედიდან რა სული რა ის აი სულ ვარ ხოლმე რომ რაღაცნაირად მეც ყოფილ ვარ მანდ მოგცელა რომ რაღაც გოიმობას გავექცეთ არის რა აი ხო გადმოურეკე აი ხო მაგრამ ქართულია კი და შენამდე მოდის რა მოდის შენამდეა რა ჯიგრუ ეგ ახარ შენ იუმორია რა დეუს რაღაცა ცოტა ეგ რაღაცა ცოცხალი იმიტომ ეგეთი ტიპები არსებობენ რა და აი უცბად მე გავხვდით ესე ტექნიკურად გამართული რაღაცა ტექსტებით ამაღელვებელი ემოციური ტექსტებით კი ბატონო არის რა ეს კოპი რაც იწერება რა მაგრამ ანუ ვეღარა იმ ხალხიზე ვიზეც აკეთებ რა აი მაგთი ვისი მომხმარებელიც არის ხო გადმოვრეკე აი
მაგ ადამიანებს აღარ ესმით. ხვდები, ეგ ადამიანები დაიკარგა რა ცოტა ექსული და დაემსგავსა რა ამ სააგენტოებს შორის, რომ კი ტექნიკურად. ოღონდ ესეც უკვე ნენელა ილევა, სადაც მივედით რა, რომ გავხდით ძალიან ტექნიკურები ერთმანეთთან შეჯიბრით. ვაუ, იმა რა მაგარი ის გააკეთა, ნახე ზუმერის იმან, კი, აუ, შენ აქეთ ალტა ნახე რა მაგარი თქვა, აი ცოტა ეგ აქ ეთანხმები, რომ იდენტობას ვერ ნახულობ ხო შენ რომ უყურებ პირობითად აი რაღაცა გმირს რატო იყარებ რომ შენ რაღაცით გგავს კიდაც წიგში რო კითხულობ რაღაც პერსონაჟს რატო ახლოვდები იმასთან რომ შენ იმის მდგომარეობის გესმის და აქ რო უყურებ რომ მე ესეთი არავინ არ მინახავს რა ეგ ცოტა მეტი ჩრობა ამერიკელი იმიტომ აკეთებს მაგას რომ იქ ეგრე ცხოვრობენ ევროპაშიც იმიტომ არიან ეგეთი პერსონაჟები რომ იქ ორგანულები არიან აი დღეს მე მგონი აი კიდე კაი მივდივართ იქამდე რომ ეს ცოტა დავარქვათ აი ეს საჭიროც იყო ეს გზა გავლა ცოტა მიმბაძველობის იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რაღაცეებიც ამოტივტი რომ იქ ტექნიკურად დავიხვეწეთ ამ გზაში დაიხვეწა ვიზუალური მხარეც დაიხვეწა მხატვრული მხარეც რომ ამ რაღაცნაირად ისეთი როგორ ქნათში მივედით იქამდე უკვე ძალიან ცოდნაც გაღრმავდა რა ერთ წავამატებ არა ჩემი მეგობარი Facebook მეგობარი პოსტავს ხოლმე ძალიან ისეთი ცნობილი სახელს არ ვიტყვი მაგრამ ის პოსტავს ხოლმე სულ რომ აი fast food-ის რეკლამაში ან ლუდის რეკლამაში ან ეგეთ რაღაცეებში მსუქალი ადამიანები არ არიან ხო აი ანუ ეს ეს დისკრიმინაცია ხო რაღაცნაირად რატო შეიძლება რომ fast food-ი ხა ჩემ ძალიან გამოწკეპილი მაგარ ტანზე ყველა ძალიან ლამაზი ბაზარი არ არის მაგრამ ხო მაგაც სიმსუქნის ეშინიათ ხო არასუკებს ეგენი არასუკებს აი ალამაზებს არის ხო აი ეგეთი რაღაცა და სულ ამას ჩივის რომ ბეზდაბიზახეთ რაღაცა რა და რეკლამებში რო ისე არის ხოლმე რა მეც რამდენჯერ გადამი მეც ანუ მე რო ლაპარაკობ სხვას კი არ განვიკითხავ მეც მაგის მონაწილე და შემქმნელი ყოფილვარ რომ აი იქ რეკლამაში ქერათმიანი ბავშვები და ცისფერ თვალება სარეკლამო კარგი აი ეგ ხო არ არის საქართველოს აი ლები და ისინი ერთად წავენ მაგას რაღაც აი მე ანუ დღეს ამ დრომაც ამ სწავლაში მიმიყვანა ამ ორგანულობამდე რომ დღეს კავჩე შენ იდენტო შენ ხალს უნდა ელაპარაკო რა აი ძალიან მნიშვნელოვანია და აი საიდანაც რითიც დავიწყე ადრე პირობითად აი კინოსთან დაახლოვება და რეკლამასთან დაახლოვებაც აი რასაც მაშინ ვცდილობდი რომ აი თან რაზე მიგვიყვანა იცი რომ აი ადრე 100,000-ებიც აი ხარჯება რა რეკლამებში და რაღაც მაგრამ აი დღეს ნენელა მივდივართ იქამდე რომ იმდენი ინფორმაცია შემოდის აი გავსკროლავ იმდენი რაღაცა შემოდის რომ ეს შენ 500,000-იანი რეკლამა ჩადე სამ დღეში იკარგება უფასურდება რა და ნენელა უკვე ამან ამ ინფორმაციის აჩქარებამ რა მიგვიყვანს იქამდე და მიუყავართ აი სულ ვიძახდი ხოლმე რომ ამდენ ფულს რეკლამებში აღარ ჩადებენ ნუ გამონაკლისების გარდა თუ არ უნდათ რომ მაგათაც აი ვიღაცა ცნობადობა ან პრესტიჟი რაღაც მოიწვიონ ისეთი სახე და რაღაცა რომ უკვე მოითხონ ეხლა ინფლუენსერგიც რატო წამოვიდა რა რომ იქ ცოცხალ ადამიანი გიკეთებს რეკლამას იცი იმას უკვე თავისი ბექგრაუნდი შექმნილი აქვს და უფრო ნდობაც გიჩდება რა აი ესე ინფლუენსერებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ნუ დაახლოებით ხო რაღაც ვცდილობდი რომ მაგალითი მომეყვანა და ვეღარ გავიხსენე ვერავინ და ამბავი არის რომ ნენელა მივდივართ იქამდე რომ რაღაცნაირად უფრო ეგს ყველაფერი დაგვახლოვეს რომ ეს ტექნიკური მხარეებიც გავიგეთ რომ შეგვიძლია, მაგრამ მოდი ველაპარაკოთ ცოტა დაბალ ბიუჯეტში ჩვენს მომხმარებელს. რა რაღაცა ციკლი იჭდება. ხო რა დავიწყეთ ამინით რომ პირდაპირ ველაპარაკებოდით, მე რა ცოტა ამაყდით და ისე უბრუნდებით. რაღაცას უყურებ ინტერნეტში. ოღონდ უკვე ცოდნა დაგროვებულები მივდივართ რა მაგამდე რა. რაღაც უფრო კარგად ვაწვეთ იმ სათმეს, ას გჭირდება რომ მივიტანოთ. კი, აი იმიტომ რომ აი როგორც აი რეკლამის რეჟისორები ადრე ხო რამდენი აი რა ახალი აი რა 30 წელს შეიძლება ითქვას საქართველოში არის არც დაჟე რა. რაღაცა სარკე იყო. ხო, სარკე იყო რაღაც ძალიან მაგრები რაღაცა და მე მივედით იქამდე რომ ეს სარეკლამო მოყოლის ენაში ძალიან დავიხვეწეთ რა. კინოში შეიძლება ეგრე არ დავხვეწილვართ, მაგრამ რეკლამაში იმიტომ რომ ძალიან დიდი პრაქტიკა იყო რა. ძალიან ბევრ ადამიანს მოგვეცა პრაქტიკის საშუალება რომ ყოველდღიურად გავწაფულიყავით რა. ჩვენ შეცდომებზე გვესწავლა. და დღეს აი რაღაცნაირად უფრო მოვედით აი რასაც ვლაპარაკობდი რომ ჩვენ ხალხს როგორ ველაპარაკოთ რა ისე ველაპარაკოთ რომ რაღაც აი კლიენტი სადღაც მოგთხოვს რა აი 500,000 მე ორ დღეში დაიკარგა აღარავინ აღარ აჩას და მოდი აი პირობითად 50,000-ად
როგორ მივყიდოთ რა რა და შეგვიძლია? აი მანდ უკვე როგორ მივყიდოთ ხალხი როგორ დავაინტერესოთ მანდ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქ შენი მაღალფარდოვანი სიტყვებით და ლოზუნგებით ამ ხალხთან ვერ მიხვალ რა ანუ უნდა ელაპარაკო ის ხალხის რა მდგომარეობაშიც არის ვინ არის რა აი როგორც წერა ისეთივე ჩაცმული და ისეთივე ჩაცმული ხო სადღაც მე უფრო მაგის მომხრე ვარ რა რომ რაღაცნაირად დიდი პასუხისმგებლობაც არის რეკლამებს ვინც ქმნის და კომპანიებისგანაც რას როგორ მიაწოდებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემეცნებითი რეკლამაც ყოფილა რა ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია შენ სხვა შორის წაღან ახსენე აი ცნობილი სახეები და შენს გიმუშავია ხო მე მგონი ისევე რაგნარის რეკლამაზე მაგაზე რა სიტყვა ერთი მოგიყევი აი ეგეც იყო აი ერთ ამ გადმოსახედიდან რო თქვა მაშინაც აი ახალი დაწყებული ქონდა რაღაცა 24-25 წლის აი ზედაზენთან იყო ეგ რომ დაგვირეკეს რომ ერთ კვირაში ჩამოდის დოლფ ლუნდგრენი იცი იქიდან მირეკა დოლფ ლუნდგრენი აი ის ხო რო არ ყვდება თუ ყველაზე მეტი ფილმი აი ხო კლასიკა და აი ეს რო დაიწყო და იდეაც უნდა მოგვეფიქრებინა და თან მანდ რა იყო იცი რომ დავალება იყო ეგეთი რომ რაგნარი მანამდე პირველი სერია გადაღებული ჰქონდა რა და იქ პირველი სერიის გადაღება იყო ბრენდი უნდა ყოფილიყო პრემიალური მაგრამ რაგნარი თან ნახე რთული დავალება რაგნარი ქვია სერიალის და გამომდინარე ახალი გამოსული იყო და ძალიან რთულია სერიალის სახელი დაარქვა თან ის იყოს პრემიალური და ამიტომ რაღაცნაირად წავედით ჩიდა სამყაროზე რომ ცოტა მასკულინური რომ მამაკაცი ძლიერი ხარი არის და მანდ იყო რომ კლიენტთან როცა ვლაპარაკობდით იქ და საიდან გაჩნდა ეგ იდეა ვაფშე მაგის ჩამოყვანაზე იქ ჩამოყვანა თვითონ კომპანიას აი პირველ ნაწილს რო ვიღებდით მანდ იყო რომ იქ მაშინ ცეზარ ჩერლის იყო ზედაზე ერთო შევხვდით იდეით პირველი იმით რომ გელი ჩავწერეთ სცენარში რა და მგელსო ვერ გააძროთ და აი ნახე მეთქი თუ არ გავად აი მათ აი დავნიძლავდით რა და სად გამოვედია სად გავაძრო ზოოპარკში ვrekav რა მგელი ვინ მოგიყვანს მგელს და რა გავაკეთე და ბიჭო რაღაცა ლაიკა თუ მაგჯიში ზაღლები რო არის რა ნახე ჩემი მეგობარი რატიჟვანიას ყავდა რა მაშინ ეგ და ფოტოშიც რო ნახე ნუ წავა რა აი შორ კადრებში გელთან აირჩევა და ჩააბნელია ცოტა რაღაცა დაურეკეთ რომ მეთქი ის არის რა ესე ვიღებთ და დაგვჭირდება და ბაკრიანში ვიღებდით რა და ბაზარი არა და ჩავედით და უცბად ეგენის ზაღლიც მოყავთ რა გადაღება უნდა დაიწყოს და უცბად კარი იღება და ეგ არ დამოვიწდება აი კარი გაიღო და აფუმფულებული დაბანა წინა დღეს რა აი როგორი ლაიკა ჩამოდის იცი აი ეს ბეწვი აქ აი ხოდები რა მგელი კი არა ის იყო რა ქვია სათამაშო რა ანგელოზი ჩამოვიდა და მეთქი რა გავაკეთო როგორი მოსხნეთ აი ავიღეთ ეს მე ტალახებით აი ყველა რო გელს დავამზგავს ეს ძაღლიც გაგიჟდა დაბანილი ჩამოვიდა წამედრე აი ყველა ტალახებს უსვადით მე ცოტა მგელს დაემზგავს რა და მეორე ნაწილზე რა ეს დოლფიც რო ჩამოვიდა რა მათ ფორი რაღაცა შევარდენი ექშენ ის მეორეა ხო ის დოლფზე მოყია დოლფზე და რაღაცნაირად იყო რომ ერთი კვირა ქონდა რა ამისთვის მოსამზადებლად სცენარიანად და აი ეს ხოდები აი ახალი დაწყებული გაქვს ამ სფეროში დიდი შეკვეთა შემოვიდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობებიც გაჩნდა რა აი მანდ ვიმუშავეთ გაგრას ლაფაჩებთან ერთად რა იმიტომ რომ ის გრაფიკა არის რაღაცა სტატუა იმებსთან დგას ხო რაღაცა შემოდიან რაღაცა ტორნადოები და რაღაცა შიდა სამყარო და იქ წავედით რომ მოდი ეს ტორნადოები აი ეხლა ამ გადმოსახედან აი პრემიალური რო არ ყოფილიყო რა აი მაგ შიდა სამყაროს და ეგრე დაძაბოს და ვიკინგებს აი რაც ცოტა დოლფს უფრო იუმორისტული მხარე მოუხდებოდა მაგრამ რადგან პრემიალური იყო ცოტა არ გვაძლევდა რა მაგ საშუალებას და ამიტომაც ჩავამძინე ეს ტორნადოები და პირველი შეხება იყო ესე ჩემი ამხელა AI-სთან კი არა და გრაფიკასთან რა და მაგარი გამოვიდა მე მაშინ დაჟე ის პერიოდი მახსოვს ზოგადად რომ ჩამოსული იყო ტელევიზია გამოუტოვებია რა იმ ერთ კვირაში გარდა თქვენი გადაღებებისა რა ყველა შოუზე ო რესტორნიდან რესტორანი წავიდა ტიპი ჩამოვიდა რაღაცა მინუს +20 კილო და წავიდა მე თვი გადმოსახედანაც ხო გადააღებინე შეცებული თვალები რო ქონდა და აი თან ბიჭო რომ დავინახე ეგ ხო ძალიან უკვდავია ფილმებში და ცოტა კოჭლობდა და მეთქი ესეთია ვაი თელი ბავშვობა დაინგრა დაინგრა ხო და ზოგადად აი
ძალიან ის იყო, რა ქვია, აი ძმასთან ერთად იყო ჩამოსული რა და ეგ არ დამოვიწყდება, რომ მან ხო რაღაცა ის როგორ დავიძაბე 10 წუთი არ უნდა გადაცდეს იქ გათბობი, აი ყველაფერი დავახვედრეთ რა პროდაქშენით, რომ ეს არის მიჩვეული იყო მაგ ეს ჰოლივუდის სტილის ხა და და ეს ჩემი ამ ძალიან დიდი სეტი იყო გადასაღებით ეს მიგვიანდება რა მიცდება საათები ოვერთაიმი როგორც საქართველოში ხო ეს ჩვეულებრივი კლასიკური მოვლენაა რომ ოვერთაიმი გადამისდა და აუ ის იქით ოთახში შევიდა და ეს შორიდან რომ უყურებ აუ მეთქი რა მძიმე ხასიათზე იქნება ხა და მიჩვეული არ არის ეგეთ რაღაც შევაჭერი და ის იყო რა ქვია ავუხსენი რომ მეთქი ესე გავიჭედეთ გადაგვიცდა ის ხო გადაოფო მიდიო მაგაზე ვარ ცინებრო რო წავიდეო საწავიდეო და კაჭი აი ისეთი მე რა წარმოდგენა შემიქნეს რომ იქ 10 წუთსაც ვერ გადაუცილებ რაღაც აი თუ აი ცოტა ის მქონდა რომ რაღაცა ადამიანთან კი ვერ ვეკონტაქტებოდი ეგეთ შეგრძნება მაგრამ რო შევედით ეს მოვიხსენი ეს ნერვულად დავუხსენი რომ ესე გვიცდება რა ერთი 3 საათით რაღაც და არ არის არანაირი პრობლემაო, ძალიან დიდი მადლობაო პირიქითო და შენთან ვარ რომ მიდი მოყვები ბოლო. აი ეგრო, აი ქართველი ხო ეს ჯიგარი ქართველი რო მოიხსნა სტრესი. აი გავთავისუფლდი მან და იმ აქედან ძალიან დიდი პატივისცემა გამიჩნდა რა მაგის რა, მაგ ადამიანის. ძალიან მაგარი იქნებოდა მან რო ყოფილიყო ისეც კი რაღაცა დამკვირვებლად. აი მაგის მერე ცოტა გრაფიკასთან მუშაობა ჩემთვის კომფორტული არ არის რა იმიტომ რომ აი ხელა კომფორტული სტრესი და რაღაცაერთად ჩაგიტოვა ხო აი სტრესი კი არა ძალიან დიდი შრომა მიდის რა ნუ ეს გრაფიკა ძალიან დიდ პატივს ვცემ რა აი ადრეც აი YouTube-ზე რო 360 შემოვიდა და ხო იცი აქეთ-იქით რო ატრიალებდი ტელე ახალი ხილი რო იყო YouTube-ზე რო ეს დაემატა აი მან საბაჩხაიძესთან ერთად ვიყავით მაშინ ეს აი საბასაც მოკითხვა საბას დიდი სიყვარულით და ოჯახს ჩაიძა ოჯახიანად მთლიანად სიყვარულით და მთელი ამბავი იყო ის რომ აი მეთქი ეს როგორ ამ 360-ში აბა მოდი ჩავსვათ ის მეთქი გრაფიკული ტიპი მაშინ 360 კამერაც არ ქონდა მე გავაძრეთ YouTube-ზე რომ GoPro-ები უნდა დააშორო სანტიმეტრი ნახევრით ერთმანეთს რომ ეს 360 მაგრამ აი ვიჩელით ეგენი მიყვარდა რა მაგ მხრივ სულ რაღაცა ძიება რა და ეხლა საბოლოო ჯამში აი ცოტა თუ გრაფიკა არ იქნება რთული უფრო კომფორტულია სამუშაო რა ჩემთვის იმიტომ რომ აი ცალკე ცხოვრება და გადაღება გრაფიკა რა ხო და აი ანუ ძალიან შრომატევადი ამბავია ხა მე წინაზე ლევანი მყავდა ლაპაში მოყვანილი და ზოგადად გზა საქართველოში განსაკუთრებით კიდევ უფრო რთული ამბავია რა აი მაგათთან ძალიან ბევრი რამე მოუწიათ დასამტკიცებლად რა აი როგორც აქეთ ცალკე ვიზუალური მხარე ვითარდებოდა აი გრაფიკასთან არ ქონდათ ნდობა საქართველოში სულ ეგ იყო რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება ძმაო გრაფიკას ვერ აკეთებენ რა და აი ლაფაჩემა და ბიჭემაც რა აი სხვებმა სერგიიმაც ტეგინმა და მაგათმაც აი ეგ დაამტკიცეს და ეგ მოტეხე ანუ რაღაცნაირად შეცვალეს ეგ სტერეოტიპი რომ საქართველოში მოკლედ კარგ გრაფიკას აკეთებენ რა კი ჯიგრები ძალიან ძმები და პირიქით სხვა ქვეყნიდან მოდიან და ამათთან მუშაობენ და მაგრამ დასწორებს ხო მე რა წინ აცნაღელს ის არის რა პატრიოტული ამბავია რა ჩემთვის პირადად რა რომ ხედა რომ ქართული კომპანიები ემუშავებიან სხვა უცხოურ კომპანიებს ხა თუნდაც აი საუნდ დიზაინი პოსტრედია რომ ეს Netflix-ის ფილმებს და ბესო და ბიჭები და ღებრო და მოკლედ ძალიან ოქრო ადამიანები რა და ასწორებს ძალიან მაგრად რა და შენი გზაც ახლა პრინციპში უკვე მე მინდა რომ აქამდე მოგიყვანო სამდეც მაგრამ მანამდე შენ გაგ მერანის ამბავი ზაბათ იმ რეკლამაზე ხო ანუ მე აი დროდადრო როგორ იყო იცი რომ აი მე და გორდეზას რო ქონდა ერთად რაღაცნაირად აი რაღაცა მართლა ესე ხულიგნურად შევარდით რა მე ანუ ეს რეკლამებიც რო დავირო და სივებიც გორდე აი თან წავიდა ამერიკაში სასწავლებლად მე დავრჩი მარტო და დავიწყე ფრილანსზე მუშაობა სააგენტოებთან პროდაქშენებთან რაღაცნაირად ეს ჩვენი რაღაცა შეკვლირი რაც აქამდე იყო დაიშა და მე რაღაცნაირად გამოჩნდა მეორე ადამიანი გიორგი სამსიანი ვისთან ერთადაც დღეს ვარ რა აი რაღაცნაირად კი არ ჩაანაცვლა მაგრამ ეგ გამოვიდა რა ის ახალი შემართება ხო ახალი პარტნიორი ვისთან ერთადაც რაღაცნაირად ვის საერთო იდეის მონაწილე რა გავხდით რაღაც დავეთქვი და ვისთან ერთადაც დღეს მოვდივარ და მაგ დროს იყო უკვე დავიწყეთ უკვე ბოლოსკენ რომ ეს ხო აი მე გადავწყვიტე რომ რაღაცა ფრილანსერად მუშაობა თითქოს უფრო კომფორტული იყო იმიტომ რომ იქ არ შემოგდის პროდაქშენის დავალებები და შვიდად მივხვალ პროექტს აიღებ
გადაიღებ თავისუფალი ხარ და ამოტაშებ რა. ანუ და ეხლა ისევ დაუბრუნდით ამ პროდაქშენის სხვა და ეგ იყო კრას ეგ მერანი რა. კრაკენთან ერთად გავაკეთეთ და ეს აი ბოლო რამდენიმე პროექტი გაქვს ხო კრაკენთან? ხო, აი ბოლო 1-3 წელია რაღაცნაირად მეგობრები კრაკენს და მოკითხვა მათაც აქედან და იყო ის რა ქვია შევარდენი ხო, ანუ აქ იყო რომ კატას ის ალექსანდრე ქოქოსაძე ჩემი ძმა აი მიმუშავია რა ბევრ კრეატიულ დირექტორთან და აი რაღაცნაირად აი გამოვარჩევდი კატასთან მუშაობას რა არ ვიცი იცნობ თუ არა ვიდეოდან ანუ პირადად არა ხო აი დაუძგან და რაღაცნაირად აი ერთ ნერვზე და ერთ შეხედულებაზე რო შეხედვარ და რაღაც მაგასთან საკომუნიკაციო ენა ის ხედვები რაც აქვს აი ისიც რაღაცნაირად არ ზის რომ აი ისე არ უყურებს როგორც აი შეკვეთა მოდი ჩავაბარო და ძალიან მაგ იმაში მომთხოვით რომ ეს ჩვენ გვინდა რომ კარგი გამოგვივიდეს, რადგან აქ ვართ ანთებულები რა ამ თამაში და ამ აზარტში ვართ და გამოვარჩევდი ვისთანაც მიმუშავე, ბევრთან არ მიმუშავია, მაგრამ ერთ-ერთი კომფორტული ვისთანაც მიმუშავია კატა და შემოვიდა ეს რომ კარჩე ბარათაშვილის ლექსზე ვაკეთეთ რომ იქ მერანმა უნდა იჭი მირვის მიმარვეს და ჩამოჩხავის ჩემი ყორანი და ეს ყორანი უნდა გავააზროთ ეს ყორანი სამსოს ურეკავთ და სამსო დაატრიალდა და ბიჭო გააძრო ერთი მოთვინიერებული ყორანი ანუ ტაცებელია რა ის ძალიან დიდი ანუ ნახე მე არ მეგონა ყორანი რა ყორანი ძმაო აი ზაღლის ხელა არის აი მე მეგონა ყვა თუ გაშლის და რა მე მეგონა აი ყვა სტანდარტული ყვა აი ყორანი რო შემოიყვანეს ძმაო აი ისეთი რა აი მეძებარი ძაღლები რო არიან მაგხოძია და სო ყველაფერი მოგვარდა სამსომ გააზრო მოთვინიერებული ყორანი რომელიც ძაღლებთან ერთად გაიზარდა რა ვიცი ანუ აი ძალიან ჩვეულებრივი ისეთი და წინა ღამეა გორძამა იყო მაშინ მხატვარი რაღაც და უცო წინა ღამეა უკვე ყველაფერი კარგად არის ყორანიც არის მერანიც არის მინდორიც არის და უცბად გორძამა მხატვარი რეკავს ცუდი ამბავი გვაქო და მირეკავს ყორნის მებატრონი რა მოხდაო და კარჩო ყორანიო ძაღლემაო დაგლიჯესო ყორანიო ძაღლემაო დაგლიჯესო და ვაფშე ბუმბულები ვაღა ბუმბულები აღარ აქვს მაგრამ კაი ამბავიო ის არის რომ ცოცხალიაო და კარჩო მე ერთი ის ეგვამშვით ერთი მაქვს ეგ ვიდეოები ერთი მაგი დამამშვიდეს რომ ცოცხალია და ბიჭო ვიდეოს მიგდებენ აი გაპარსული ქათამეთი ხო იცი აი ესე ერთი 4 ცალი ბუმბულია აი ესე დადის ვახ მეთქი ეს რა გავაკეთოთ გორძამ ჩავარდით შოქში 60 წმენდილზე ისა 4 საათი შუაღამეს დაგლიჯეს რა კარჩე 4 საათში გადაღება არის და გორძამამ რა გავაკეთოთ ბიჭო ბუმბულის ყვავები მაქვს ისა ფრთები მაქვს ბუმბულის ფრთები მაქვს და ეგენი ხო არ მივაწეპო აბა რა უკნათო სად გავგვეზრო ყორანი სად გავგვეზრო და ახალი ყორანი და კარჩე გავარდა გორძამა ეს ყვავის ბუმბულები წაიღო და აი როგორ არის იცი ვიდეოც არის არ ვიცი მე ცხოველთა უფლებების დამცველები იმას სხვა გზა არ იყო გვიჩვენე თუ არა მაგ ვიდეოს დადება შეიძლება თუ აი ესე 4 კაცი აკავებს ამ ყორას თან აგრესიულია უბეწო ხო არის ეს თავი აქვს ესე აი ესე იმაშება და აი გორძამა წებოდი ესე აიღებს ბუმბულს მიადებს და კარჩე ორ კომოლინეთ იმით ოფიციალს რაც გამყინ ცოტა როყი ეს ყორანი აი ამებს გიყიდებს და ეს კოჩი მეორე დღეს აი როგორი ჩასესყნელი თვალებით მოიყვანეს ყორანი ძალიან აგრესიული კვირი აქვს ესე კვირი ქონდა კოჩი აი ესე მიწებებული ბუმბულები კაროჩე და აი ეს იყო რა აი რუავაფრენით მან დუბლები მაგ გაიჩი და მე მეორე პრობლემა კაი ეს ყო რუავაფრენით თან ეს ბუმბულები ცვიოდა მაგრამ ცვიოდა ერთი იყო მე რო ავაფრინეთ კაჩე ეს თავის აი ბუმბულზე აღარ ქონდა ფრენა დამუღამებული ვერ მოყვება რა ეს ყვავის ბუმბული წავა ვარდება იქით კაროჩი და ნუ აი ჩაიარა რა მაგიმა თუ აი ძალიან დიდი ყოფილა ძმაო ყორანი არის აი რავი ამოუდოდა იმედია ამოვიდოდა ა ყველა ვარიანტი არა მე გავიკითხეთ რა და ის მე პატრონა ჯიგარი იყო რომ ამასო ეგ ლეგენდ ხოლმე ანუ
ეგრე გლიჯე. ანუ იცი რატო ძაღლებთან ერთად გაიზარდა და იმ ეთამაშებოდა. ძაღლებს გონიათ ძაღლი, ამასაც თავი ძაღლი გონია და ყებდა რომ მოვიდა. შენ ძმობას ვიცავ, ხო რა რაღაცნაირი ხმა ქონა. ყოდეი ძაღლურად გეთამაშებოდა რა მოვიდა. რა კაია, ჩემი. ძალიან აი ეგ იყო ისეთი ნერვიულობა პროექტი, რომ აი მე რაღაცა ცხენი რომელსაც უნდა გადაგვეღო, აი უნდა გაერ მერანია, ხო? და თან მზის ჩასვლაზე უნდა გადაგვეღო და მერანი ხო დარბის რა და ბიჭო გაიქეცი მეტი სახიობაც არ იცოდა კარგად მართო ვატარეთ წორი კვირით ადრე რომ ეს ცხენი მართა და მე რაღაცა გაჯიუტდა და ვისიმე პატრონიც იყო დავსვი და გააჭენე მეთქი შორკადზე რა და არა ჭენებს გააჭენე მეთქი არაო გულია უჩქარდება ო მეთქი გულზეჩადი აბა ჩემ გულზე მე დამადე ხელი არავი აბა ცხენი თუ არ გაჭენდა ყველას აგო აქ მეთქი გული აჩქარებული და ნუ აი კაჭე ისე გამოვიდა რა აი მივიყვანეთ აი სულ არის გადაღებაზე და კაგრას აი თუ აზარტია ეს ყველაფერი და თუ თამაშია აი ინდოს დავწმობ ას გაგეცინებოდა არა უკვე გეცინება რა როცა ხვდი აი 4 საათი ადრე რო დაგლიჯო რაღა აი 2 დღით ადრე ვღებულობ ნერვიულობ და უკვე წკიბზე რო ხარ მანდ უკვე სიცილი აი და ალბათ აი ამ სფეროს რაც აქ რა ის რო ეს აი ეგ აზარტია ამ თამაშს რაც ხდის მე საინტერესოს რა ან თამაში იმას გულისხმობ რომ რაღაცა შენი საყვარელი სფეროთი აი მსახიობი იქნები მუსიკოსი იქნები უნდა ითამაშო რა გაერთო რა აი თამაში ხელოვნურ თამაშს კი არ გულისხმობ როგორც ბავშვი თამაშობს ნუ თუ ტანჯავს ეგ ყველაფერი მაშინ ესე იგი შენი სფერო არ ყოფილა რა და აი ეგეთი რაღაცეები ხდის რაც ცოტა აზარტულიც არის და თავის ადრენალინი მე მაგას აქვს რა ბოლოს მოვდივართ GTA-მდე ხო ეგ GTA-ს რაღაცა გაცოცხლება ძალიან გამისწოდა პირველად რომ შარშან იყო შარშან მე მგონი თუ ანუ შარშან აღარ მოსოს 2 წლის წინ იყო მგონი პირველი ნაწილი და რაღაცა ის იყო ქართულ რეალობასთან რაღაცა ძალიან თემატურად ამ ბოლის რეკლამის პარკლებში ანუ ეგეც იყო რომ აი სააგენტო იყო კრაკენი და მანდაც სანდრო იყო კრეატიული დირექტორი და რა აი საინტერესო დავალება შემოვიდა რა აი ჩვენც ახლა აი მე და სამს ხა დღეს ვინც ვართ რა აი პროდაქშენს ვინც ვაკეთებ და რაღაც დღესაც კიდე იქ დავჭით რომ თუ საინტერესო პროექტი შემოდის რა არ ფიქრობთ რომ რაღაცა მაინც და მაინც სახლები ვიყიდოთ და ვაფშე მივდივართ ხოლმე ისე თუ საინტერესოა რომ არც დაგვრჩეს მოგებაც კი ხელფასიც არა ვიყოთ რა და აი რაღაც აი მანდ ეგ ვიყნოსეთ რა აი რა ხო რომ იგრძნობ რომ კაცი ძალიან საინტერესო პროდუქტია რა და რომ მივედით მე იქ ეკუნასთან კატასთან რაღაცა რომ დავიწყეთ ლაპარაკი გადავიდა იმ იმაში რომ ძალიან საინტერესო დავალება რა მოხდა იცი რომ აი უნდა თან უნდა ყოფილიყო ქართული აი უკვე აი მოცემულობა ის არის ხა როგორ გავხადოთ ქართული როგორ გავხადოთ რაღაცნაირად იქ კი სერგო იქ დაიწერა რაღაცა ხო და აი ქართული ფრაზები იქ რაღაცა GTA სტილი კი და ეგ იყო კაკრას აი კატასთან ერთად პირველი გადაკვეთა პროექტის რომელიც ერთად რაღაცნაირად დავიწყეთ რა და იმეთქი რა სერგო იყო და მე აი როგორ დეტალებით ვქენით იცი რომ აი თან არ უნდა დაკარგო მანდ რომ GTA თან უნდა იყოს ქართული. ხოდები ცოტა ეს როგორი ვიზუალი და ამიტომაც აი იქ დეტალები შემოვიტანეთ რომ რა დეტალებით ხდება ლილოს პარკით იწყება პირველი ქალი რომ მოდის აი ეხა ატმოსფერო შევქნათ საიდან და რა გავს თან ყველაზე მეტად აი ეს ბენდუქიძეების დასახლება მაგას ძალიან ბევრს ვეძებდი ხან კიკეტში ავედი ხანის მაგრამ აი იმენა ეგ გეტოა რა ხო აი მანქანაში ვეჭდება პირველი რო არის რა ეგ ჩვენი მეგობრის მანქანები როგორები ყოფილიყო და მე მანქანებში ძალიან თუა თურქოვი რა მეც აი იმენა ხო მაგრამ ძალიან უხდებოდა ვიზუალურად ხედავ მარტო რაღაც ეგრევა რა აი ვერ ვცნობ ხედავ ხოლმე მარტო და ფერი ვიცი მანქანების აი მეტი და ორკარიანი და ოთხკარიანი მაგებს და ეს იყო რომ აი ძალიან კიდე ეგ ხო და მუშაობის პროცესი გახდა ძალიან საინტერესო რა იყო რომ ჯერ ერთი იყო რომ როგორ ემოძრავოთ და მანდ გაგვიმართლა მაგრამ რომ როიალი უნდა ყოფილიყო სახედო როიალს რომ დაურეკე რომ ბავშვობიდანო კაროჩე CJ-ს ბაძავო რა აი წარმოვიდი ხო აი ბავშვობიდან CJ-ს თამაშობ იყო ოღონდ აი როგორ დადის რა აი ზოგი ხო ფეხბურთს თამაშობს ამას იმენა უნდა და რომ CJ გამოსულიყო თუ არ ვიცი იმენა აი ეგ რო დავინახე აი უკვე
თვალი რო შევხედე, ხო რეალურად იდგა, უკვე არ მეგონა რომ რეალური იყო რა და შევარდნაძეებით იყო თუ რა. შევარდნაძე იქ რაც აცვია რა და მე აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ისეევასა ეს პროექტი რომ როიალიც მაშინ დრედები ქონდა წავიდა გადაიფარსა პირველ იმაში რომ თმა გადახოტრილი იწყო და მან წამოვიდა რომ აი ყველაზე მეტად აი დღესაც რო ვუყურებ და მგონიაო რომ თამაშს გავსო და არ არის რეალურიო რა აი ეგ წავიდა მე მაგის კონცეფციაზე როგორ დაიწყოს ეგ მუშაობა და ეგ განაპირობა ძალიან დიდი როლი მოკლედ კოსტუმებმა ხატრობამ იმიტომ რომ ყოფილიყო ის ფერები და ცოტა უტრირებული რაც თვითონ იქ პერსონაჟებს ეცვა მაგრამ ამ კოსტუმებში წაინახე რა იყო რომ საქართველოს არ უნდა დაკარგულიყო რა აი როგორც ეს ლილოს პარკი რაღაცა ზედები ეგენი შემოვიტანეთ აი კიდე იყო ეგეთი დეტალები მაგალითად რაც არის რომ ნივთები რაც უკავიაო ცოტა უფრო კლუჩი და რაღაცები ცოტა უფრო დიდია რომ ცოტა თამაშური პროპორციები დარღვეულიყო და ასევე კამერის მოძრაობა რომელსაც აი ერთი კვირა ვტესტავდით რა რითი უნდა ყოფილიყო რომ ხო იქ თან როგორ არის სწრაფად რომ აქეთ რო იხედები შენც კამერა ის როგორც იხედება მაუსი ზურგს უნდა დავყვებოდეს ზუსტად რა რომ აი რაღაცა ვიდეოებიც ვნახეთ, მაგრამ აი ეგრე აი ესეთი ზუსტი რეფერენსი არ იყო რა გადაღებული ისინი რა რაღაცა რეებიც ვნახე, აი მაშინ TikTok-ზე იყო ტრენდი თუ რაღაც რა, უფრო ტელეფონით იღებდნენ და რაღაცნაირად ეგრო დაიწყო, აი და პირველი კიდე აი მან აი თვითონ შემოქმედებითი პროცესი მან რამაც საინტერესო გახადა, რომ აი როგორ გავაკეთოთ თამაში ვიდეოთ რა და ეს მოხდა მსახიობებმა შეგვიწყეს ხელი რომ წინასწარ იყო რეპეტიციები რომ მოდი როგორ მოძრაობთ რაღაც გავიარეთ და დიალოგების დროს მიდიოდა კიდე ძალიან დიდი გადაწყვეტა რომ ეს რო ლაპარაკობ იქ ილაპარაკოს თუ მერე დაედოს ხმა რომ აცელილი იყოს რა და აი ეგ მეთქი ბოლო წამს მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება რომ ეგრე ყოფილიყო რამაც უფრო მეტად თამაშური ის გახადა რა მერე დადება ხო არა რეალისტობას რეალიზმს ცოტა მოაშორა რა მერე დადებამ და კიდე ძალიან აი რაც მახსოვს რომ ქართული გარემოც რო დაფიქსირებულიყო აი პირველი რგოლი რო იწყება რა ჯართებს ვიბარებ ჯართებს ანუ ხმა იქო პოლიცია ჯეტეს სანადრესო თამაშობდი ხო შორიდან ხმები აი მე ძალიან აქ შემოვიყვანეთ აქ ჯართებს ვიბარებ მალინა რომ აი აქ უკვე ატმოსფერო ის ჯეტიას უყურება და საქართველოა რა ეგ ყოფილიყო და რაღაცნაირად აი და აი ამბოლი ეს გამოვარჩევ ესე ვთქვათ აი კლიენტებთან ვისთანაც მიმუშავია ძალიან კომფორტულ ადამიანთან მიმუშავია, მაგრამ ერთ-ერთ გამორჩეულად ამბოლი შემიძლია თქვა, რომ სრული ნდობა ქონდა გამოცხადებული რა. თქვენ უკეთესად იცით რას აკეთებთ. იდეა მომწონს და დანარჩენი მოგვანდო რა და აი ეს იყო ძალიან ისე ვთქვათ შეთამაშებული მუშაობა, რომელიც მე როცა ეგეთი ნდობაა და როცა მით უმეტეს მე აი კოსტუმების მხატვარსაც ეგრე უყვარს ეს პროექტი და ენთება, ოპერატორსაც ეგრე უყვარს, განათებელსაც ეგრე უყვარს და მსახიობსაც ეგრე უყვარს. აი ყველა ავენთეთ, ყველა ერთ სიხშირეზე დავჯექით და რაღაცნაირად მაგიტო გამოვიდა, თან აი პირველ როლზე ცოტა დაბალი რესურსით გავაკეთეთ, მაგრამ მაგიტო გამოვიდა ეგეთი კარგი რა. ეხლა იყო რა ერთი კვირის წინ. ეხლა გამოვიდა მეორე ნაწილი რა, უკვე რაღაც დაბადების დღეს. სადაც ილო ჩაერთო თეთრი ჯეტია, რომ რაღაცა ხო ბოლო კადრი ინტრიგასავით გაკეთდა. მაგას ხო ცურვა არ შეეძლო რა. არ შეეძლო, ხო იქ ხო ეუნება რომ ცურვა არ უწიე და მე ჩამოვალო და პონტი იყო რომ ხო რაღაცნაირად ეგ ადგილიც ყველაზე მეტად რა გავდა სან-ანდრეას, რა იქ ხო რაღაც მაიამიში არ ხდება ის. ხო რაღაცა იმაში დინარეში რა. ჩვენი ხიდი რო არის შუშის და რაღაც. ეგ იყო და აი აქაც უკვე რაღაცნაირად უკვე ამბავი რამაც საინტერესო გახდა იქ თით უკვე მთავარი კონცეფციაზე ნამუშევარი ქონდა რაც სირთულე იყო რომ ვიზუალურად როგორ უნდა მივიღოთ რომ თამაშს გავდეს ეგენი უკვე რაღაცა განათება ფერის აი ოპერატორს მან და ძალიან დიდი დამსახურება თემა მაჭარაძეს მოგითხრა რომ აი წინასწარ უყურეთ თამაშებს და ზუსტად რა ფერები უნდა გამოგვეყენებინა განათებაში რომ ესეთი ყოფილიყო აი ეგ არის ზუსტად რაც გვაძლევს საშუალებას არა ძალიან აი არ მოვინდომეთ რომ ძალიან გადაპრანჭული ვიზუალი ყოფილიყო რა სან-ანდრეასი რა ნაგავიც არის, короче, ეგ ნაგავი უნდა ყოფილიყო რა. აი მე საბაფრუძესთან ერთად რო ვამონტაჟებდი, ეგ წავიღეთ, შუმები გავუკეთეთ და რაღაც აი color-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა და ეხლა თან რა იყო რომ ეს მტკვარზე რაზეც აირჩე რომ კლუბში უნდა ყოფილიყო, აი მტკვარსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქ იმხრი რომ ჩვენი თაობის კლუბია, ვინც ჯეტიაზე გავიზარდეთ და რაღაცა იმათვის ძალიან
სენსიტიური და ემოციური იქნებოდა რომ ვინც კი და სხვაშორ აქ უფრო მეტი ისეთი ის არის გარეხმა რა გარეხმები და მეორე ადამიანიც არის რა ყოველას თავისი ის აქვს რა დავტვირთეთ ხო აი მან რაღაცა ეკუნამ დრანგამ კატამ რაღაცები აი ეს ფრაზები მე რაღაცა მოგვაწოდეს რომ ერთი ეს მამშვიდებს რომ რაღაცა შემოდი დასარეკი გაკეთან უკვე შემოვიტანეთ იმ გარემოს ხმები იმიტომ რომ პირველ ერთი ეს მამშვიდებზე გავსკდი ხო მე ყველა ვიცით ეხლა რაც ხდება გაგზელება რა ერთი ეს მამშვიდებს და ამიტომაც აი რაღაცნაირად ესე აი გამოვარჩევდი ჩემი პროექტებიდან როგორც აი ერთ-ერთი საინტერესო სამუშაოს და პროდუქტს ამ ჯეტიას და რაღაცნაირად ამ ყველაზე მეტი მთავარი რაც არის ალბათ აი ჯეტიამაც მენახა რომ თუ შენ ჯგუფს განაწყობ რა კი აი შეგიძლია მიუდგე რა აი ორნაირი მიდგომაა რა აი ხო აი კიდე საიდანაც მოდიوار იმას დაუბრუნდები რა რომ აი მე რო ტექნიკური ჯგუფიდან მოვდივარ რა რომ ვიცი ყველა წერტილი როგორ აი ვიყავი ფოკუსფულერი კამერამენი რაღაც და მე გავხდი რეჟისორი ცოტა ის ჩემი კომპლექსებიც იყო რა იცი რომ აი უკვე რეჟისორას დროს ეცე გავიჩითე რა ვცდილობდი ხოლმე რომ აი იმათვის მე რეჟისორი კი არა ვარ ძმებო მე ისე თქვენიანი ვარ მე არ შევცვალ ხოვთები ეს დასაძლევი კომპლექსები არის აი შემდეგში რეჟისორი ვისაც ექნება რომ აი არ არის რა მთლად ეგრე სწორიც რა მაგრამ აი მე ცოტა უფრო ჩართული ვარ შიდა დეპარტამენტებთან ძალიან მეგობრობ რა იმიტომ რომ რაღაცნაირად იქიდან მოდიوار და ძალიან მესმის აი რა ძალიან მადგება რომ მე ვიცოდეთ კამერის გადაწყობას ამდენი ხანი უნდა რაღაცები მაგრამ აი ის რომ მე თქვენიანი ვარ ძალიან განწყობაზე მე ძალიან პირიქით აქეთ მეხმარება რომ რაღაც ერთ სულს რო ქნი რა თორე შეგიძლია მიდგომაც აქვთ რა რაღაც ადამიანებს ეგრე და თვითონ ეგრე ეკომფორტულობა და მაგაში ცუდი არაფერი არა მაგრამ მე ვერ მუშაობ ეგრე რომ დაქირავებული ხარ შენი საქმე აკეთე მე უფრო ხისტი და დისტანციური ხო დისციპლინა და ეგ სადღაც შეიძლება უფრო სწორადაც მუშაობს რა არის რა ეგ ნაღდათ უნდა დაიცვა ეგ დისტანცია ყველავარი სადღაც დასაცავია ხა მე მეორე უკიდურესობაც მომივიდა თავიდან რა ჩემი კომპლექსების გამო რომ მოდი ძმებო დავაი გაგვიმარ ხო ხტები აი რაღაცა იმაში ავედი რომ ცოტა ჩემი ის რო და მე პასუხისგებლობას კარგავენ ცოტა ხო არის რა მან ვერ გააკონტროლებ იმიტომ რომ ინდივიდუალური ნაწილია ძალიან იმათი ბრალიც არა ხო იმათი არა შენ მიეცი მაგის საშუალებას მე შენ მენეჯერი შენ ხარ ეგ არის რა და აი ნუ მაგან მე ცხოვრების რომ გამოსtildeება მაგან როცა ჩემი გავიმყარე ეგ ხდება ძალიან უკვე ისე რომ ერთმანეთს თუ პატივს ვცემთ ეგ აღარ ირღვევა ეგ დისტანცია რა და იმიტომ რომ რაღაცა როცა უკვე შენს თავს გაიმყარებ და უკვე პატივს ვცემ იმას შერასაკეთებ იმიტომ რომ მე რო გავიაზრე მე ამ რეჟისურაში ძალიან დიდი დრო მიდის მოსამზადებელზე 2 კვირა ჩემი გონებით სულ გადმორთული ვარ აქ ხტები და იქ მე ამისთვის ვიშრომე და ეხლა შემიძლია რომ აი ხა შემიძლია რომ აი აქ თქვენთან 24 საათი არ ვიყო და აქ მე ვარ აუცილებელი აქეთ არის ჩემი პასუხისმგებლობა რა და ხო და აი ამ იმაზე მოხდა ეგ რომ რაღაცნაირად ეს ჯგუფმა ამ ჯეტიაზე ის ყველა ისე განეწყო რომ რაღაცნაირად ყველას პროდუქტია რა სუპერ ძალიან ხარ იცი რაღაც კუთვნილება რო უჩნდება გუნდში ეგ ასწორებს რაღაც კი იმიტომ რომ თუ თავისად თვლიან საკუთარ პრესტიჟსაც ცვლიან და უფრო მეტად ინდომებენ ხოლმე რომ მაგარი გამოვიდეს. ხო, მე აი ვერ დაინახავ ადამიანების სახებზე გადაც და შია დავშარა არის ეს აი ყველანი ესმით მე შენი რა. ძალიან მაგარია. მაგიდან პირეუში ძალიან გისურვებ რომ მაგარ პროექტებში გქონდეს ნამუშევარი, იმიტომ რომ ძალიან ასწორებს ეგეთი კარი პროექტები, რაღაც ადამიანური და რაღაცა. თუმცა აი ამ ადამიანობის ნაწილს ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მათ შორის ცენზურაზეც და ისიც გადავიდეთ იმ თემაზე რომ ტექნოლოგიები აი ხა მაგალითად ბევრი კომპანია ცდილობს რომ AI-ით დაკეთებული ვიდეოები ანუ AI-ით გაკეთებული ვიდეოების შექმნა რეკლამები და რაღაცა და საკუთარი პრომოუშენი იქნება ეს თუ სოციალური მედია კამპანიები და რაღაცეები გამოიყენო ChatGPT-დან სხვა რაღაცა იმიტომ რომ ბევრი ხელსაწყოა ვითარდება რა მათ შორის აი წინაზე ლევანთან ვისაუბრეთ ზოგიერთ კომპანიას ვისაც აქვს ძალიან ბევრი ესეთი რესურსი, მონაცემების დატასი, ვიდეოებს და შემდეგ საკუთარ მოდელებს ატრენინგებს, რომ შემდეგ ახალ ვიდეოებში კონცეპტები და რაღაცეები შექმნან AI-ით, რა მოკლედ რა. ხო და ამას როგორ უყურებ, ანუ რამდენად ჩართული ხარ მაგ პროცესში, შენი ხედვა როგორაა ზოგადად იგითი რაღაცეების მე სულ მივესალმები და თან ძალიან დიდი ინტერესი მაქვს რა. ანუ აი როგორი ტიპი ვარ, იცი რაღაც ახალი რო გამოდის აი იქ პირობითად აი რაღაც თავიდან შემოვიდა AI-ის რო ქართულად ამღერებდი აი ახალი შემოვიდა აი სულ ვინტერესდება აი ვიდეო როგორ გადავაკეთო და ჯერ რაღაც ახალი შემოსული იყო AI-ის ვიდეო აი თვითონ ვიდეოს რო ჩაუგდებ და რო მე რო უთითებ და გადაგიკეთებს ამით ხო არ
გავაკეთოთ რაღაც რეკლამა იყო მაშინ Fitpass-ის, რომ რაღაცა ნაწილები ამის ფიქრები იყოს ეს AI და დანარჩენია. მაგრამ მაშინ ვერ იყო ეგრე განვითარება. სულ მაქვს ეს ინტერესი და ლტოლვა მაგისკენ, მაგრამ აი ეხლა რა სადღაც მე რომ მყარდები, აი დღეს უფრო როგორ უყურებ მაგ შეხედულებას რა. არის ჟანრები, არიან ადამიანები, რომელსაც ეგ აინტერესებდა, უნდა აკეთო და ეგ უნდა განვითარდეს აბსოლუტურად რა, მაგრამ აი ჩემი ინტერესის სფერო ეს შინაგანად ნახდათ უფრო რაც მაინტერესებს არის ადამიანური ურთიერთობები რა. ადამიანის ეს აი პირობითად აი დღეს TikTok-ი რო ავიღოთ რა, რატო აინტერესებთ რა ხალხს, რომ რაღაცნაირად იქ ცოცხალ ადამიანებს უყურებ და იქ ხედავ მაგათ შეცდომებს. ზოგი როგორ ხუმრობს, როგორ ხუმრობს და რაღაცნაირად აი მივდივართ იქამდე, რომ ეს რაც უფრო AI-ის და ტექნიკური AI-ის ხელოვნური ინტელექტის როლი იზრდება და ეს ვერ შეჩერდება, ეგ არის მომავალი რა. ანუ ხო, აი მანდ მიდის ვერავინ ვერ გააჩერებს და ინფორმაციებს ძალიან ბევრი კომფორტული ხდება, რომ სწრაფად გაწვდის, ცვლი რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა შეგეხება. ეს ვეღარ შეჩერდება, მაგრამ ეს რაც უფრო გაიზრდება, აი ეს ადამიანური ურთიერთობები, რაც დღეს აი TikTok-ში რაც გვაინტერესებს, ისინი უფრო მოთხოვნა, აი რაღაცნაირად ადამიანის გრძნობა, აი როგორც ზოოპარკში ცხოველებთან მივდივარ და ვუყურებთ, აი რაღაც მაგას დაემსგავსება და რაც უფრო აკრძალული არის, მით უფრო საინტერესოა რა და აი სადღაც ჩემი ლტოლვა აი თელი ჩემი ცხოვრება კი ეს არეკლამო იმაში ვარ, მაგრამ სულ მინდოდა რომ რაღაცნაირად აი დღეს ნელ-ნელა მივედი იქამდე რომ ფილმისკენ გადავსულიყავი რა. არა ნუ მაგასაც თავისი სირთულე აქვს ვერ გადადიხარ, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი ბიუჯეტი დიდი ჭირდება, ეს უფრო სტაბილური არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაცა კინოცენტრიც მიდიხარ და ვის აფინანსებენ, ხო, ანუ დღეს ერთეულებს და იმას აფინანსებენ, რაც თავისი ინტერესიც არის რა, რაც ჯდება ზოგად იმას, შენ საავტორო იმას არავინ არ დაგიფინანსებს რა და ეხლაც ხო არ არის რა ეგ ადამიანი. მაშინ ვიღაცა ბიზნესმენს უნდა უყვარდე რომ მოვიდეს და უყვარდეს კინო. და მე ამ კინოში უყვარდე შენი იმენა, შენევასებო. ხო, აი სიდა. საქართველოში კიდე არ უყავს ეგეთი ბევრი ბიზნესმენი. ვერ არის, ხო, პატარა ქვეყანა ვარ. ვერ არის და თან საქართველოში კინო მატერიალურ მოგებას ვერ გააკეთეს. ხო, პატარა ბაზარი გვაქვს. ჰოლივუდის ზონაში ხო, გადაიღო და გადაღება ძალიან ძვირი ჯდება, მილიონებს ცდება და თუ მარტო კინოთეატრით უნდა გავყიდოთ, ვერ გაყიდი, ვერ შემოგივა რა მაგდენი. ამიტომ რაღაცა იმიტომ რომ უცხოელები რო ჩვენ გვაფინანსებენ, მაგიტო ხდება აი მანდარინებიც რო ოსკარზე მოხდა რა. მსგავსი რაღაცა მან გჭირდება და აი ნელ-ნელა ჩემი ისინი უფრო რაღაცნაირად საიდანაც მოვდივარ, აი ძალიან მოვდივარ. შეიძლება იმას შვებოდი ახლა რა ბაზას ავიცრო რომ მოვდივარ იქამდე რომ AI-ს მივესალმები და სადღაც სულ გამოვიყენებ პრინციპში აი просто ესთეტიკას გააჩნია, უნდა ჩავსვა, აი მე ის კი არ მინდა რომ AI იყოს ის რითიც ვიაზროვნებ. აი ჩემს ნაფიქრაში, ჩემს იდეაში ის როგორ მოვირგო ხო, როგორც ხელსაწყო ხო და აი მაგიტომაც აი რაღაცნაირად კი ChatGPT ამარტივებს მიწერა მოწერა ტკავ, მაგრამ აი სულ ყველაფერი მანდ კი არ მინდა რომ გავაზარმაცოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ცოცხალი ადამიანები, ძალიან ცოცხალი ორგანიზმები სულ განვითარება, ხო ხდება, აი ადამიანს შეუძლია რომ ერთადერთი ღმერთი გახდეს, როგორც AI თავისით ვითარდება, ადამიანსაც ეგ პოტენციალი აქვს რომ ღმერთამდე მივიდეს, რა ღმერთი ვერ გახდება, თუ ღმერთი არ მეცანი ღმერთი, მაგრამ განვითარდეს, აი ნეოში რაც არის, მაგალითად რომ კითხებს სულ ავს იმით და ვითარდება რა და ადამიანსაც აქ ეგ პოტენციალი, სადაც AI ვითარდება, ადამიანიც ვითარდება და ამიტომაც აი უფრო მინდა რომ ჩემს დამხმარედ ვაქციო, ვიდრე ჩემს ინსტრუმენტად რა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. რომელსაც გავყვები და აი რაღაცნაირად ამ ბოლო დროს უფრო ადამიანური ურთიერთობები ბევრად მიზიდოს და მგონია რომ ადამიანებსაც ეგ აინტერესებთ რა, რომ აი თავის თავი დაინახონ რამეში. ხო, თან მათთან დიალოგით brainstorming-ი ბევრად ბუნებრივია ხოლმე, ვიდრე ChatGPT-ს. ამ ეტაპზე მაინც მოდი. აი, ნახე, რამდენი პოდკასტი წამოვიდა, ხო? აი, მაგაზეც მინდა შევეხო შენ პოდკასტს რა. ეხა ორი ეპიზოდი ქონდა, ხო? ეხა ორი ეპიზოდი დავდე და ეხა მესამეს. ეგ რაღაცა ახალი როლია შენთვის, ხო, რაღაცნაირად. იცი როგორ არის? თუ თავისუფალი დრო გაქვს რაღაცეებში და. არა, აი რაღაცნაირად არ შემიძლია ხოლმე გაჩერება რა. მაგ ხოლმე პერიოდები რომ ჩავწვევი და მაშინ არის რომ აი გადარესტარტებას ვეძახი რა მაგ ყველაფერს, მაგრამ უმეტესად არ შემიძლია რა და ეს სადაგენძრა რაც გავაკეთე რა, რომ აი ეს მქონდა ძალიან ერთი 4-5 წლის წინ ეს იდეა, მაგრამ მაშინ რომ ეს გამეკეთებინა
არ მქონდა ბევრი სათქმელი, ანუ ეხლა რაცაც გავაკეთე ადამიანებზე, რომლებიც წარმატებულები იყვნენ და მე დაინძრათ, მაგრამ მინდა ისეთი ადამიანებს ველაპარაკო, თან რაც მართლა მაინტერესებს, რომ ეს სადაც დაენძრათ რა, როგორ გადაამუშავეს, როგორ მოერიე, რომ თუ ადამიანებისთვის იყოს იქ რაღაცა, ხო მეტამორფოზა იყოს ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ ეგ გვაინტერესებს ერთმანეთში, რომ მე რა პრობლემაც მაქვს, შენ როგორ მოერიე, რომ რაღაც ადამიანები მე ვნახე ეგ მაგარი კომენტარები ქონდათ ხალხსაც ძალიან დადებითი, რომ მიდიალ გამისწორდა და როგორ ბალეშიკობდა. ხო და მე კარგად მიიღო რა და მაგასთან ძალიან ახლოს ვარ, იმიტომ რომ მეც უკვე რაღაცა სათქმელები დამიგრო და რა მცხოვრების მასზე ეს კი ახლა ვილაპარაკეთ რეჟისორის კარიერაზე, მაგრამ პარალელურად პირადი ცხოვრებაც ხო იყო, რომელიც მე შენში რაღაცებში ილექება რა, იქ კომპლექსებად, იქ არასიფხიზლებად რაღაცები და აი დღეს უკვე ეს ამაქვს ის რომ აი ჩათვალე ეს პოდკასტი მაქვს როგორც აი ჩემი აი სცენარებია რა, აი ნახე აი მე ძალიან მაინტერესებს ადამიანები რა და თითო პოდკასტს ადამიანს თუ მოусმენ, აი ცალკე სცენარია უკვე. ხვდები, ჩემთვის ეს არის აი როზი ვარ, თითო ეპიზოდი რაღაცა ახალი ფილმის ამ პერსონაჟია იქიდან, ან ახალი ამბავია, რომელიც ჩათვალე ვიდეო დღიურს ვაკეთებ რა ამ და პირიმაში იღებ რაღაცა. იმას, იმიტომ რომ თან რაც მე მაინტერესებს და სადაც ვარ რა. ხო აი და დაიწყებ მაგასაც უარ შევხვდარ გამოვა სერიალი რეკლამების კეთება თან რა. ცოცხალი ლეგენდები რა. ეხა ეს აი ამ ცოცხალ ლეგენდებს ვეძახი აი რეპეტიციას უფრო შემდეგ სერიალისთვის ამ ფილმისთვის რა. და რეალურად გაქვს მზადება მართლა ეგეც რომ პატარა ნოსივით. კი, გვაქვს მზადება, რომელიც აი როგორც ეს პოდკასტი მინდოდა 1-4 წელიწადი გამეკეთებინა, ეგრე მაქვს სერიალის იდეა და უკვე რომელსაც ფრთები ნელ-ნელა შეესხა. აი აკრას წასული ნიკა გორდეზიანი რომ წავიდა ამერიკაში, ჩამოდის და ბრუნდება და აი მე სამსო და გორდეზა რაღაცას ვაპირებთ რა ერთად, რომ რაღაცა ეს ახლო მომავალში რა და ეს თან ეს რა იყო, რომ ეს ჩემი სარეკლამო გამოცდილებაც ამ ცოცხალ ლეგენდებზე რაც არის რა. პლუს რაღაც ამ სერიალშიც რო ვითამაშე ცნობადი სახეც რო გავხდი, ნახე რა არის, რომ აი უსვოთ მირეკავდნენ როგორი კომპანიები, იცი რომ მოდი ჩვენთან ვაფლი ჭამე და ფულს გადაგიხდი და მეთქი აი ეს და მეთქი ეგრე წავიდე და ჭამოს, ხო არ გავაკეთოთ აი ნუკიასთან ერთად თქვი რომ მოდი გავაკეთოთ აი მენა ინფლუენსერების შიდა ცხოვრებაზე სერიალი რეკლამა, რომელიც აი პირდაპირ კომუნიკაცია იქნება, ბრენდი როგორ იქნება, რეკლამა როგორ იქნება, რომ მოუყვეთ შიდა სამზარეულო. რაღაც აი მსახიობების შიდა მხარიდან რა. ხო, პერსპექტივიდან მოყვე და რაღაცნაირად თან ეს არის, რომ მომიწია ის, რომ აი დიალოგებზე მუშაობა, მიზანსცენებზე მუშაობა, თან აი არის, რომ რაღაცა სერიალის სახე აქვს, მაგრამ თითო სერიალი, თითო ბრენდის რეკლამა რა და რაღაცნაირად ის არის, რომ ახალი, აი, რითიც დავიწყო ცოტა შავი იუმორით, სუსუ აი წლების წინ რა. ხა მოგეცა მაგითაშ. აი ხა მომეცა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბრენდი მერგება მე. ანუ ამდენი ხანი ხო ვიყავი რომ ბრენდზე ყოფილიყავი მორგებული რომ აბა იქ რა გინდათ. ეხლა რომ მოდის იცის კონკრეტულად რასთან მოდის და აქ ისეთი თავისუფალი ვარ, აი სასიამოვნოა, კაი ვიღებ ჩემ ცხოვრებაზე რაც მსიამოვნებს, რასაც მინახავს და ამაში თან არის რეკლამა, თან ფულს ვიღებ და თან რეპეტიცია რა. აი ხოდებ ძალიან კომფორტული, ოღონდ აი აქაც ძალიან წვალება იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთ პერიოდში დავიწყეთ ეს არეულობები და რაღაცეები, რომ ხოდებ დღეს რეკლამებს ცოტა უჭირს რა ეს. ეს მაგითო იმაშობოდი, რომ აი ამ პოდკასტის დაწყება მქონდა გადაწყვეტილი 2 წლის წინ. შაშან ჩავწერეთ ვიდეო, რომელიც დავდეთ კიდევაც რა, ხა წინა ვიდეო მაგალითად შაშან ჩაწერილია რა. და მთელი წელი, ანუ რა შეიძლება ლაპაჩი არის შაშან? არა, იმის წინა რა, ეს ლაპაჩი კიდე ეხა ისკენის ხო და ჯერ გაზაფხულით გვინდა და დაწყება და გაზაფხულით დაიწყო ეს პირველი აქციების ის ტალღა ხო და რაღაცა, მე მეთქე დრო ვნახო რაღაცა ვაფშე ვისალია ამისთვის რაღაცა და მე უკვე რა ცოტა მოემზადე ამისთვის ყველაფერს გადავწყვეტე შემოდგომით და სხვა პროექტების დავგეგმე. ნოემბერში კიდე მეორე ამბავი დაიწყო და ნუ ეხა უკვე ისე ვიყავი რა, აი ძალიან სტრესი, დეპრესია ვთქვი რაღაც ქალაქში ნაცრისფერია ყველაფერი. აი ხო მე და ეს დამჭირდა მაგისთვის რომ მოდიცი, იმდენი პროექტი გავაჩერე რეალურად ხარ რა, სხვა ქმედება რა ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ფიქრი კი აუცილებელია, მაგრამ თუ ფიქრი მარტო გონებაში იხარშება, იმან შეიძლება ძალიან დესტრუქციულად გადაიქცეს და შეგჭამოს რა და ამიტომ ეხლა შენ თუ პოდკასტს აქ ქმედების ის რომ გამოტანა აქ რა, აი დინა ჭაოვის კი არ არის, ტბა კი არ არის, რომელიც შეიძლება და დინარეთ გავა, არხი შემოუშვი და ძალიან კარგი დავისვენე რა. აი რაღაცა ისეთი სტრესი მქონდა. ეხა ძალიან ბედნიერი ვარ და ნელა რაღაცას ვამუღამებ მეც რა. და აი რა არის, იცი რომ თან რაღაცა ამ ხრივ აი პოდკასტებზე რო ჩამოვარ და რაღაცა ძალიან ცარიელი იყო ეს
ამ ცარიელი იყო და ძალიან ამ ხო ტექის თემატიკა, ხო, ტექის თემატიკა ეხლა ძალიან ცარიელია, კი. ჩვენ რაღაც ბევრი გეგმები გვაქვს კიდე მე, უფრო რადიკალურად, უფრო მეტად ტექი რა. უბრალოდ ნახოთ ჯერ ხალხს ველოდებით რა. როგორც პოდკასტს თუ არა, იმენა პროექტები გვინდა ძალიან დიდი ვაკეთოთ რა. აი ხა მაგალითად ივლისში გვეგმავთ რობოტების ბრძოლას, აი რობო ფაით, ერთმანეთს წავენ ანადგურებენ რაღაცებს. ის მანქანე პულტებით და იმები. კი, და რაღაცა იგით რაღაცების გაკეთებას ფიქრობთ და დიდი პროექტები გვაქვს რა გეგმები. იქ საქართველოში და ეს საერთაშორისოზე გვინდა შემდეგი წლისთვის და ეხა გვინდა რომ საქართველოს მასშტაბით გავაკეთოთ და საქართველოს ჩემპიონი გაუშვათ. კი, რაღაცა იგითი გეგმა გვაქვს და მოც ძალიან სერიოზულად ვენზადებით რა. აი ძალიან საინტერესო ის რაღაც მოჭი აი 30 წლის წინ რომ მაგრად გაასწორეთ. რაც ფილმებში ნახულობდით. ხო. უილ სმიტი რო თამაშობს მე რობოტი. იმენა იქ მოვიდა უკვე რა. ხო და გვინდა რომ რაღაცა საქართველოში თან ეგ რეალობა არ არის, იმიტომ ჩვენ შორს ვართ რა და რაღაცები იქ რო ხდება 1-5-6 წლის მერე, ეხა ეგრე აღარ არის, უფრო მალე მარტივად შემოდის, იმიტომ რომ კერძო კომპანიები გაიჩნდა, სასწავლებლები გაიჩნდა, ვისაც შემოაქვს რა ტექნოლოგიები. აი ეხლა კონკურენცია თქვენთან დიდი არის ამ სფეროში. არა რა, მე არავის კონკურენტი არ ვარ პირიქით. აი მე აი იმ ჯანსაღ კონკურენციას რო არსებობენ სხვები ვინც თქვენაირად ტექნიკასთან, აი ტექნოლოგი ხო? სამწუხაროდ ვინც ძალიან მაგარია, არა უნდა აღარ არის საქართველოში. მიდიან ხო? ყველა წასულია იგი. ფეხბურთელები ვით არიან თუ მაგრად თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში. ფეხბურთში კიდე ლოგიკაა, რომ რაც გაიყიდებიან, მე მაინც ნაკრებში ბრუნდებიან რა და ეგ ჩვენ არ გვაქვს იგი ნაკრები, რომ საქართველოში მე დაბრუნდნენ ეს ადამიანები რა და ის მაგარი საქმე რასაც იქ აკეთებენ, აი კალიფორნიაში თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ასე შემდეგ. არ მხოლოდ იქ რა ვიცი, სამხრეთ კორეაში არიან ისეთი მაგარი მკვლევრები, მეცნიერები, ექიმი, ანუ სამედიცინო მიმართულებითაც და არა მხოლოდ, ანუ მარტო ტექნოლოგიებზე არ მაქვს აქ საუბარი რა. და მე პირადი შეხება მქონია და მაგიტო რა. ხო და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება და მეც მქონდა გადაწყვეტილი ეგ ამბავ 1-5-6 წლის წინ რომ მეთქი აბა ასაც მე აქ ვაკეთებ იქ თუ გავაკეთებ უფრო მაგარი ტიპი ვიქნები რა ყველას რო ეგ ფიქრები გვაქვს ჩვენ პროფესია თან ვიცნობ იმ ხალხს ჩავდივარ ხოლმე ნახულობ როგორ ცხოვრობენ და ყველაფერი ესეთია რა ბედნიერი ცხოვრება ჰარმონია არანაირი სტრესი არანაირი უბედურება და მე ჩამოდიხარ აქ და ბრძოლა გიწევს გადარჩენისთვის რა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მივხვდი რომ ვიღაცამ ხოლმე იბრძოლოს რა კი რა და თან რა და ყველანი თუ წავედით მართლა ვიღაც რჩება მე ქვეყანა და აი ხო აი ეს წასვლაზეც არის და მეორე არის რომ რაღაცნაირად აი აქ შენს სივრცეში კომუნიკაციებიც ისე ახლოს არის უკვე ინტერნეტთან ერთად რა აქ თუ შენის კომფორტი გაქვს ხო შეგიძლია აქედან მიაწვდინე ხა მეც მქონდა რა აი ფილმზე რო ხა მე რო რეჟისორი ვარ იქ რო ამას მუშაობდე 5 სახლი მექნებოდა 15 აი რაღაცა უაზრო ფიქრები რო არის ხოლმე აი მაგრამ ეხლა ხვდები რომ აი მაგრამ აქაც შეგიძლია გქონდეს რა აი აქედან შემიძლია უფრო რა იცი რომ გავაკეთო აქ და აქედან გავიტანო კი უფრო მაგის მუღამი მაქვს რა აი წავიდე და იქ ნოლიდან ვაშენო კი არა აი აქ კამერაც მაქვს ხალხიც ყავს აი აქედან ვქნა და აი აქედან გავიტანო კი ძალიან მაგარია უკვე შექმნილით გავიდე რა და ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ და წარმატებები და რავი რა აი შენ პოდკასტში ვარ ეხლა შენ წამოვიდა მადლობა სტუმრობისთვის მაო შენ რავი წარმატებას გისურვებ და ძალიან გამიხარდება კიდევ ერთხელ თუ მეწყვე აი მე დიდისია გავშალოთ კიდე თუ დაგროვდება მაყურებელსაც თუ ექნება რამე კითხვები ჩემთან თედოსთან რაღაცები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში კი ბატონო და ყველა მის პოდკასტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ მეგობრებო ყველაფერს ლინკში description-ში დავდებ მის პოდკასტს მის რაღაცა ვიდეოებს ამისვით კითხვები და ყველაფერს გულწრფელად გიპასუხებ ძალიან დიდი მადლობა და პირიქით რა წარმატებები და აი მართლა კარგი აი რა აქ იცი შენთან საუბარს რომ ძალიან ყოფილობ ბევრგან სტუმრად რა და ერთი არის უბრალოდ კითხვას გისმენ და აღარ გისმენენ და შენ გაკ ეგ რომ აი რასაც აკეთებ ეგ შენ ძალიან გაინტერესებს და აი ხა მეც რო გელაპარაკებოდი გძნობდი რომ ეს კავშირი იყო და აი მადლობა ამისთვის და მოკლედ წარმატებები შენ საქმეში ძმაო რა კარგად აკეთებ რასაც აკეთებ რა მადლობა გამოიწერეთ ძალიან სადღაც ზელო ხوار გამომივიდა